გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე გასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისი აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, რომლის შესახებაც მეტი ინფორმაციას ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. და დღეს ჩემი სტუმარია ახალგაზრდა და წარმატებული კულინარი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ ჯანსაღ-კვებაზე, წონის კლებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ამ სფეროში წარმატებული ბიზნესის აწყობა. დარწმუნებული ვარ, ეს საუბარი ბევრისთვის საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი სამზარეულო, თითქმის ყველა დიასახლისი უგემრიელესად ამზადებს საქართველოში და ალბათ ყველა სამეგობროსა თუ სანათესაოში არის ადამიანი, ვინც ისეთი კარგი მზარეულია, რომ ხშირად ეხუმრებით, რომ გახსნას თავისი რესტორანი ან თავისი კაფე და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად და ბიზნესად ქცევისთვის საჭიროა ბიზნესის წესების ცოდნა, ფინანსები, მენეჯმენტი, დისციპლინა და ასე შემდეგ. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩემ სტუმართან ერთად, ნუცა სურგულაძესთან, რომელიც უკვე ძალიან საკმაოდ დიდი გამოცდილების კულინარი და მზარეულია, ვისაც აქვს თავისი ბიზნესი, თავისი კომპანია, ბალანსი, რომელმაც მოკლე დროში მიაღწია დიდ წარმატებას, ჩემი აზრით. და ნუცასთან ერთად ვისაუბრებთ, რა არის მისი საქმიანობის აი ეს საიდუმლო და ის წესები და ის კანონები, ასე რომ ვთქვათ, რამაც მოგიყვანა აქამდე. რაც თავარია, ნუცას ყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელსაც სათავეში უდგას ნუცასთან ერთად ფრანგი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი, რომელზეც ასევე შევეკითხები ნუცას. ნუცა, დიდი მადლობა, რომ მოხვედი დღეს ჩემთან სტუდიაში. სალომე, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი პირველი პოდკასტია აქვე ვიტყვი. მართლა? კი. და მართლა ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ, რაც ძალიან მიყვარს მთელი გულით და სულით და მე თვალებ ანთებული ველოდები კითხვებს, რომ მთელი ენთუზიაზმით და სიხარულით გიპასუხო ყველაფერზე. კი, და ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს რაღაც შაბლონური საუბარი, რომ აი რა ხდება ზედაპირზე. მე მაინტერესებს აი სიღრმეებში რა ხდება, იმიტომ რომ აი მართლა ჩემს გარშემო და შენს გარშემო ხო არიან ძალიან ბევრი, ძალიან ნიჭიერი მზარეული, ვინც უბრალოდ აი სახლის ფარგლებში რჩება. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ხშირად ის დიასახლისი სწორედ სახლის გარემოშია ბედნიერი, მაგრამ ბევრს უნდა რომ გააკეთოს ეს ბიზნესი, აი თავის ჰობი აქციოს ბიზნესად და მგონია რომ შენი გამოცდილება იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შენით გააკეთე ეს ყველაფერი დამოუკიდებლად, შენი ხელებით და შენი ენთუზიაზმით და მე სწორედ აი ესეთი ადამიანებისგან მაინტერესებს მოვისმინოს. სულ მინდოდა მომეყო დეტალურად ის ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩავდექით ბალანსის სამწლიან გზაზე და კი, ძალიან დიდი სიამოვნებით ყველაფერს გეტყვი. მაშინ, აი პირველი კითხვა რა უნდა დაგისვეცი? რომ საათზე დგები და იწყებ მუშაობას, მე მგონია, რომ აი ამის გარეშე ამ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩემი რესტორნის კონცეფციიდან გამომდინარე, ჩემი დილა იწყება 5:30-ზე. პირველი მოღვაწეა 4 საათზე რეკავს, შემდეგ 4:30-ზე უნდა ავდგე, გავემზადე და ახლა 9 საათი ვემზადები და შემდეგ უკვე მივდივარ სამზარეულოში. ზაფხულის პერიოდში უფრო მარტივია, იმიტომ რომ თენდება მაგ პერიოდში, მაგრამ ზამთარში, როცა წვიმა არის, ქარი, თოვლი და -12 გრადუსი, დამიჯერეთ ძალიან რთულია ყოველ დილას იმ ძალის პოვნა შენ თავში, ადგომა, ჩაცმა, გასვლა და მუშაობა, როცა ყველას ძინავს, ცივა და ძალიან ბევრი დასმელი უნდა ჩაიწვა, იმიტომ რომ ხონაირად ხო გაგიჭირდება და თერაც თავარია არის ახლა მაგალითად ევროპაში ვინც 4 საათზე იღვიძებს იმას თქვა 3 საათზე უმთავრდება სამუშაო დრო და შენ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში წელიწადის განმავლობაში ალბათ 340 დღე იწყება დილის 5:30-ზე და მთავრდება 8 საათზე საღამოს შემდეგ 9 საათზე ვიწინებ და non-stop რეჟიმზე ვარ, აი საზუნარო დარბის და რო არჩერდება, დაახლოებით ეგრე ვარ, უკვე მესამე წელია და სიმართლე რომ გითხრა, კიდევ ვერ შევეჩვი ამ გრაფიკს, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია. დასაწყისში უფრო მიჭირდა, მაგრამ დროსთან ერთად მოდის გამოცდილება, მოდის რაღაც გზა, უფრო დისციპლინა, განრიგი და უფრო ადვილდება, იმიტომ რომ თავიდან რო ვიღვიძებდი, პანიკა მქონდა, ის რო მოვასწრებს ნერვიულობა, პასუხისგებლობა, ეს ადამიანები ის მოვა თუ არა, სტაფი გამოგვივა თუ არა, მოვასწრებთ, იმიტომ რომ სანამ გაგიჩნდება და შენს გამოცდილებას მიიღებ, იმიტომ რომ ყოველ დღე გამოცდილებას მიიღება და ყოველ დღე გაკვეთილების ცოდნა არის ეს ცხოვრება და მით უმეტეს ამ ბიზნესში
სტილში, რომ ყოველ დღე ახალ რაღაცას სწავლობ, რომ ესე რო გააკეთე, ესე აღარ უნდა გააკეთო. მოკლედ, აი დროსთან ერთად ხო მოდის სიბრძნე, როგორც ამბობენ, ხო, ჩემ შემთხვევაში 26 წლის ვარ და ვერ ვიტყვი ხო ბრძენი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და აი დიდი ჩემოდანი მაქვს სავსე გაკვეთილებით და შეცდომებით, რომელსაც რა თქმა უნდა აღარ დავუშვებ, იმიტომ რომ უკვე დავუშვია. და მოდი სულ თავიდან რომ დავიწყოთ, აი პირველად როდის მიხვდი, რომ ეს საქმე გაინტერესებს, რომ აი სამზარეულოში რაღაცის კეთება განიჭებს სიამოვნებას. რამდენი წლის? სულ თავიდან რომ გადავიდეთ ბავშვობაში, აი ბაღში რო ვიყავი, მუსიკის გაკვეთილები იყო ხოლმე და სიმღერა არ მიყვარს, არ გამომდის. აქედან გამომდინარე, ტიროდი ხოლმე და ერთ-ერთ მასწავლებელს გავყვავდი ხოლმე სამზარეულოში და მასთან ერთად კექსებს ვაცხობდი. აი ვანილის პაკეტები იყო ესეთი და მე ვუხსნიდი ხოლმე და აი გიждდებოდი ამ სურნელსა და ბავშვობიდან მოყოლებული ვანილი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გემო და სურნელი არის. და ალბათ იქიდან რაღაც დაილექა. შემდეგ პატარაობის ასაკშიც ოჯახში რო კეთდებოდა რაღაც ძალიან მაინტერესებდა. მეთქი ეს როგორ კეთდება, ეს როგორ კეთდება, მე ვცდილობდი და აი 15 წლის რო გავხდი და მივხვდი რომ აი სკოლაში არც ერთი საგანი არ მაინტერესებს და რეალურად დავიწყე იმაზე ფიქრით რა მაინტერესებს რა შეიძლება გავაკეთო, რითი დავკავდი, იმიტომ რომ ძალიან ვიწყენდი უბრალოდ ცხოვრებით, რაღაც მინდოდა purpose მქონოდა. მიზანი მქონოდა. მან ძალიან კარგად დავფიქრდი და მივხვდი რომ კულინარია მაინტერესებს. თუმცა აი უბრალოდ არ მაინტერესებს საშუალო კულინარია და რაღაც მოდი რაღაც სასწავლებელში ჩავაბარებ. არა. ყველაზე მაღალი რანგის კულინარია შეფები საფრანგეთი, აი ყველაფერი ერთად ძალიან დამაინტერესა. იმდანაც ჩამithრი ამაზე ფიქრმა, რომ აი ყოველდღე ამაზე ვფიქრობდი, რომ მე მინდა საფრანგეთში წავიდე, ვისწავლო, მივიღო განათლება, გავხსნა ჩემი და უბრალოდ გავხდე ძალიან დამკვიდრებული ამ სფეროში, ხონც იმიტომ კი არა რომ რაღაც ვიღაცას რაღაც დავამტკიცო, არა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს, გაინტერესებდეს და ამაზე ძალიან სიღრმისეულად იფიქრო, რომ მთელი ცხოვრება რას უნდა მიუძღვნა. იმიტომ რომ ერთია კი მეგობრები, ოჯახი რაღაც, მაგრამ სჭირდება შენი მე ძალიან მჭირდებოდა ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ეს გართობა, გარეთ სიარული, მეგობრების ნახვა, ჩემთვის რაღაც პრიორიტეტი არასდროს არ ყოფილა და ძალიან ხშირად ვიწყენდი და აი საქმე უფრო ჩემი არის და უფრო ცოცხლად ვგრძნობ თავს, როცა დაკავებული ვარ, ვიცი რა უნდა გავაკეთო და მიზანი მაქვს და აი უაზროდ კი არ ვყიდულობ რაღაცას, იმიტომ ვყიდულობ რაღაცისთვის მჭირდება. აი ეს არის რაღაცნაირად ჩემი ხო, ძალიან შენებული, შენ სამყაროში ხარ და მოწყობილი გაქვს შენი სამყარო, ისე როგორც შენთვის არის. კი, ძალიან მიყვარს აი ორგანიზებულობა. აი პატარებიც რო იყავით მე და ჩემი და ბარბებს რო თამაშობდით, ანუ ბარბების თამაში ესე არ მიყვარდა. მე მიყვარდა დალაგება, აი რომ მოვშობდით და მე ყველაფრის თავის ადგილზე დადება, დალაგება, რაღაც ორგანიზება, მოწყობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამზარეულოში, იმიტომ რომ აი ამაზე არის დაგებული მთელი ჩონჩხი, თუ გინდა კარგი მზარეული იყო, უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული, ყველაფრის თავის ადგილზე დაწყობა უნდა შეგეძლოს, დაორგანიზება, ყველაფრის დანახვა და ანუ აი მე ყოველთვის სახლში ესე ვარ, რომ რაღაც არეულობა, ჩემი მთელი სული ტირის. არ მიყვარს არეულობა, მიყვარს ყველაფერი რო არის ორგანიზებული. ეხა შენ ბარბები ახსენე და შენი ბავშვობის სამზარეულო გახსოვს როგორი იყო? კი, მახსოვს. დიდად საინტერესო არ იყო. უმრავლესი ჩვენი სამზარეულო ეგეთი იყო ბავშვობაში. ხო, არა, ეს დიდად საინტერესო ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ბავშვობის სამზარეულო განსაკუთრებული მომენტი. არომატების სუნი, აი რაღაც ხმები, მე მახსოვს ჩვენი უძველესი გასქურის ხმაც, ჭრიალის, ესე რომ ვაღებდით იმ დედა რო აღებდა და ბებო. აი ეს ჭრიალის ხმაც კი მახსოვს როგორი, მაგრამ ის რაღაც კექსი და ხაჭაპური რო ცხობოდა რა ბედნიერება იყო. და აი ის სამზარეულო რომ ახსენდება, ეხლა დღეს ხო რაღაცა უკეთესი გასქურებია, უკეთესი მაცივარი, ყველაფერი რაღაც გარემონტებული და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაც ის მაინც ხვანაირად ჩამრჩა. შენ შემთხვევაში არ იყო ეგრე? სიმართლე რომ გითხრა, ეს ჩემთან ოჯახში არავინ არ არის კულინარი, საერთოდ. ანუ არავინ ესე არ ამზადებს საკვებს. არც ბებიების მხრიდან, არც ჩემი არ იყო ესე რაღაც სამზარეულოში, არც მამა ჩემი, არც ერთი ბები, არც მეორე ბები, ამიტომ ხო, უბრალოდ სამზარეულო იყო, ჩვეულებრივი საკვები იყო და არაფერი განსაკუთრებული. ნუ ბებია ჩემთან ზაფხულობით რო ავდივით ხოლმე, იქ უფრო იყო რაღაც სამზადისი, კრემებს ვაკეთებდით, ტორტებს ვაკეთებდით, რაღაცები წვებოდა, მზადდებოდა, მაგრამ ნუ რაღაც დიდი როლი არ ქონია ჩემ ცხოვრებაში. ესე იგი, ესე არც აიდან
აღმოგაჩნდა ეს აი ინტერესი რო და ეს იცოხი ნიჭი. ახლა აი ბებია ჩემს ძალიან კარგი ხელი ქონდა. არ ქონია შეშიბლო. ნორმალური. ეს ასე ვთქვათ, ნორმალური ხელი ხა. ქონდათ, რაღაც განსაკუთრებული კულინარი და ცხობა და ეს ხაჭაპურები არა. და აი რა გამოგარჩევდა მეც შენ როგორც განსაკუთრებული. ბავშვს, აი გარდა იმისა, რომ შენ ახსენებდი, რომ ბაღში ეს რაღაც ვანილს რო ხსნიდი, ეგ მიყვარდა. აი მე როგორ გადაიზ, როგორ მიხვდა თუნდაც შენი დედა შენი თქვა, თან შენი და რომ აი შენში არის რაღაცა განსაკუთრებული ამ კულინარის მიმართ. არა, ვერ მიხვდა. ვერავინ ვერ ხდებოდა. ძალიან ცხონერი პასუხები მაქვს ეს თქმა კი, აი ბებია ჩემი ძალიან კარგი კულინარი იყო აი ზუსტად ეგ არის საინტერესო. არა, არაფერი არ მაქვს შემონახული ბავშვობაში. ხო. არაფერი განსაკუთრებული კულინარიის მხრივ ჩემ ოჯახში არ ხდებოდა. არც არავის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოუჩენია ჩემში და არც 7 წლის ასაკში არ ვაწყობდი ტორტებს. მაგრამ მიყვარდა კულინარიული გადაცემები. აი ესე ვუყურებდით კულინარიულ გადაცემებს მე და ჩემი და მაშინ გადიოდა ტელევიზორში, ტელევიზორები იყო ეს რაღაც. და სულ ჩართულად უყურებდი ხოლმე, იყო კონკურსები, მათ შორის გორდონ რამზის ერთ-ერთი კონკურსი იყო, მასტერ შეფი, იყო ჩემი სამზარეულოს წესების კონკურსი, ავსტრალიური ვერსია და იყო კიდე ბადის ტორტები. და ეს ტორტებს რო უყურებდი, ძალიან მაინტერესებდა, რაც აზარში შევდიოდი და აი რომ მზადდება, როგორ მზადდება, იქ ძალიან მაინტერესებდა გასინჯვა და ნუ აი ამ ხრივ მაინტერესებდა, მაგრამ ნახევარი არ მესმოდა, იმიტომ რომ ისეთი სოუსებზე ლაპარაკობდნენ და ისეთი ინგრედიენტებზე, რომ საქართველოში არ არსებობდა მსგავსი რაღაც. უბრალოდ აი იდეურად მომწონდა ეს ყველაფერი და აი ერთადერთი ეგ იყო რომ ტელევიზორიდან მქონდა რაღაც შეხება და გაგების დონეზე უყურებდი ამ გადაცემებს. და პირველად როდის და აი პირველად გახსოვს რა კერძი გააკეთე? დამოუკიდებლად კი ძალიან რაღაც მაშინ უკვე Facebook-ი იყო და რეცეპტებს მიგდებდა ხოლმე და მეთქი აი ხა გავავაწყობ კექსს თქო და გადავწყვიტე რომ გამომეცხო კექსი და უფრო ომლეტი გამოვიდა ვიდრე კექსი, იმიტომ რომ ძალიან კვერცხისწუნი იყო და ჩემოდანხე რომ არა შენგან არანაირი კულინარი არ გამოვა, მეთქი მადლობა. მე ვცადე მაკარონების გამოცხობა და ეგრევე ნაგავში წავიდა. მერე მაშინ რამდენი წლის ხარ? 13 ალბათ დაახლოებით ესე რა. მეთქი რაღაცები მეთქი გამომივა ის არაფერი არ გავდიოდა საერთოდ. მერე ვცადე ტორტის გამოცხობა და ეგეც ძალიან ფეილი იყო. ჩემ მეგობარს გავუკეთე. მოკლედ ხო საჭმელი ესეა, მე რაღაც ქათმის შეწვა დავიწყე და ჩემი წვავდა ხოლმე და მეთქი მეც ეგრე რაღაც გავაკეთებ და ნუ ცოტა ნორმალური ქათამი გამომდიოდა შემწვარი. ანუ სენდვიჩებს ვაკეთებდი ჩემთვის რომ მეჭება უბრალოდ სხვა რაღაც განსაკუთრებული არაფერი. ნაყინი მიყვარდა კიდე ძალიან ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ნაყინი და ნუ ერთადერთი ეგ აკეთებდი შენ თვითონ? არა, არ ვაკეთებდი ჭამდი. უბრალოდ ჭამდი. ხო, არა. უბრალოდ რაღაცნაირად ყოველთვის მაინტერესებდა კეთება, მომწონდა. მაგრამ ხო, ესე რაღაც ახლა არ მქონდა. შეხედე ამას როგორც, აი თქვა საქმიანობას, რამდენი წლის იყავი და რა ნაბიჯები გადადგა? აი ძალიან ბევრ სკოლა გამოვიცვალე, იმიტომ რომ აი ზოგადად ძალიან მიყვარს უსამართლობა და არ მიყვარს აი ეს რაღაც მასწავლებლები რო გვეუბნებიან, რომ ეს ესე უნდა იყოს და აი ჩარჩოებში ჩასმა ბავშვების და სულ პროტესტი მქონდა ის, რომ ანუ რატომ მეუბნები რომ ესე უნდა გავაკეთო, მე ესეთი აზროვნება მაქვს, ეს არ მაწყობს, ესე არ მინდა, ანუ მოდი როგორც ადამიანს ის შემოხედა რა როგორც ბავშვს და რაღაც წესებს ნუ მიწესებ. მოგეთ ძალიან ბევრი პრობლემები მქონდა ხოლმე სკოლაში, ანუ ეს ცუდი პრობლემები არა, უბრალოდ არ მომწონდა სკოლის სისტემა არ მომწონდა ზოგადად, არასდროს არ მომწონდა. და 15 წლის რო ვიყავი, ანუ მივხვდი რომ ანუ სკოლის დამთავრება უნივერსიტეტში ჩაბარება და მე სამსახურის შოვნა ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან სასჯელი იყო ვიდრე რაღაც ჯილდო. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ კარგი ნიშნებით მყავდა 10 სვენი ვიყავი, 9-იანები, 8-იანები რაღაც, ხო. სწავლობდი მესმოდა ყველაფერი, მაგრამ ვაცნობიერებდი რომ ეს არც არ მაინტერესებდა და ჯერ მასწავლებელს ვეუბნებოდი მათემატიკას რომ მეთქი აი ეხა აი ამ მარტკუთხედის რაღაც გრადუსს რო გამოვიცვლი ეგ ცხოვრებისაულად რაში დამეხმარება ანუ უფრო რომ მასწავლოთ როგორ უნდა ვიკვებო როგორ უნდა გავაკეთო ეს თუ ეს სახლის საქმე ან რაღაც რეალური სკილები რო შევიცნო სკოლაში არ ჯობია და ნუ ყოველთვის გარეთ მიშვებდნენ ხოლმე მე რო ვტიროდი და ესე მთავრდება ხოლმე ერთადად ჩემი და სკოლების ხო, ნუ ეგ სისტემის ბრალია, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არის. მე მოკეთ ერთ-ერთ სკოლაში ვიყავი და ნუ უკვე ძალიან ცუდი სკოლა იყო ის მე-6 ჯერ შევიცვალე სკოლა და აი უკვე ცოტა გადატეხის ასაკში ვარ 15 წლის ვარ და უკვე რაღაც დეპრესიები მიტევს, იმიტომ რომ აი არ მომწონს ჩემი ცხოვრება როგორია, არ მაინტერესებს რა, ანუ არ მხიბლობს არანაირი ინტერესი არ მაქვს კი ჩემი მეგობრები რაღაც გარეთ დადიან იქა, მაგრამ აი გარეთ გასვლაც და მეგობრების ნახვაც უკვე არ მაინტერესებდა რაღაცნაირად და უფრო რაღაც ცხოვრების აზრს ვეძებდი, სავით
და იმან ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მე ნუ ათვარიებდი რაღაც სოციალურ მედიას, ქსელებს, ვინ რას აკეთებს და რაღაც და ბავშვობიდან ვსწავლობდი ფრანგულ სკოლაში. ფრანგული ენა ძალიან კარგად ვიცი. როგორც ფრანკი ეს ვსაუბრობ. და ძალიან მინდოდა საფრანგეთში წასვლა. 13 წლიდან მინდოდა რომ ვამბობდი რომ მე საფრანგეთში წავალ. ნუ ჩემი მეგობრები კიბობდნენ რომ ლომონოსოვი ხარ თუ ფეხით წახვალ თუ როგორ წახვალ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბრასდებოდი, იმიტომ რომ არ ჯეროდა ჩემი. და ეგ მაბრასებდა, მოკლედ ძალიან და მე იმდენად მინდოდა საფრანგეთში წასვლა, რომ მე თვითონ მოვიძიე საფრანგეთში გაცვლითი კურსი, დედა ჩემს უთხარი რომ მეთქი გთხოვთ გამიშვით, მამა ჩემს ხარ გთხოვთ გამიშვით, ჩემით მოვიძიე ყველაფერი. 15 წლის ასაკში, მე ვიზებს და ყველაფერი შევავსე. და ვნახე ოჯახი, ანუ გაცვლითი პროგრამა იყო, ოჯახში მიდიოდი 1 წლით, თან ფრანგულ სკოლაში სწავლობდი და მე მინდოდა კულინარიულ სკოლაში სწავლა, მაგრამ ნუ ისე არ მოხერხდა, იმიტომ რომ იმ რეგიონში სადაც მოვხდი არ იყო კულინარიული სკოლა. ამ დროს რამდენი წლის ხარ? 16 წლის ვარ უკვე და 16 წლის. ანუ ყველაფერს შენაკეთ, რაღაც ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი. კი, მე მოვაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა და რაღაც თუ მინდა, აი ძალიან ესე ანუ ვიღაცას არ ელოდები რომ მოვა და გაგიკეთებს. არასდროს არ ველოდები არავის და ყოველთვის ჩემით ვაკეთებ ყველაფერს. და ხო, ეგ ანუ იმიტომ რომ სხვანაირად ვინმეს რო ელოდო შეიძლება ძალიან დიდი რო გავიდეს, ისეთი არ იყოს როგორც გინდა და ესეთი რატომ გაგკითხოთ ვიღაცამ რაღაცა, როცა შენი შეგიძლია შექმნა ის ყველაფერი, რაც შენ გინდა და წარმოსახვაში გაქვს. ნუ ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი საფრანგეთში რო წავედი და აი იქ რო ჩავედი აი ყველაფერი შეიცვალა მართლა აი ჩემი ხედვა იმით რაც ძალიან უბედური ვიყავდა არ მომწონდა საქართველოში სხვანაირად დავინახე იქ ხალხის მენტალობა იმიტომ რომ იქ ბავშვები ანუ საქართველოში უფრო ნუ თბილისში განსაკუთრებით და ჩემი გარშემო ბავშვები ვინც იყვნენ ყველა ასე თუ ისე ძალიან შეძლებული ოჯახებიდან იყო და ანუ არაფასებდა რეალურად რამდენად გაუმართლად რომ ესეთი ცხოვრებით ცხოვრობენ რომ არანაირი საზრუნველი არ აქვს და მე იქ სწავლობდი საჯარო სკოლაში ჩვეულებრივ ბავშვებთან და მათთვის აი დაბადების დღეს გადახდათ ძალიან დიდი დასასწაული იყო თითქმის არც იხდნენ დაბადების დღეებს ყოველ დღე სკოლაში დადიოდნენ და ანუ მშობლები თანხას არ აძლევდნენ აი მე რომ ოჯახშიც ვსწავლობდი თქვათ მშობელი თუ 10 ევროს მისცემდა თავის შვილს იმიტომ რომ ჭირდებოდა ანუ დაბადების დღეზე თუ ვინმე აჩუქებდა თანხას ეს 10 евро უკვე მშობელს უბრუნდებოდა და აი კულტურული შოკიც მივიღე რომ რეალურად ანუ მე ჩემო მშობლებმა გამომიშვეს საფრანგეთში ვსწავლობ ამდენი თანხა გადაიხადეს ჩემ სწავლაში და მათ რაღაც აი 10 ევროს დაბრუნება უწევთ 16 წლის ასაკში თავის მშობლებისთვის და ზაფხულში მუშაობენ რაღაც მარწყვის კრეფენ რომ თანხები კონდეთ და ძალიან სულ სხვანაირად შევხედე პირველ რიგში ფინანსურ მხარეს ჩემი აქამდე ცხოვრებისეულს და შემდეგ იქ რო ბავშვები ვნახე როგორ ცხოვრობენ. ანუ იქ ბავშვობიდან ამას აჩვევენ ბავშვებს, რომ შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, შენ უნდა შეგეძლოს თანხის გამომუშავება. კი და ხო ესე მშობლები რო რაღაც მინდა, ანუ კი რაღაც ბიუჯეტი გათვლილი აქვს, რომ აი სკოლისთვის ნივთები უნდა შეუძინონ, მაგრამ აი ესე რომ დღეს წავალ პიცა საჭმელად მე და ჩემი მეგობრები და მომეცი რაღაც 20 ლარი, ჩემთვის 20 ლარი საკმარისი იყო. იქ ესეთი რაღაც არ არის, ანუ შენი ფული გაქვს და ნუ ახლა ბავშვი რო ხარ, რა თქმა უნდა, ნაყინსაც და ყავხარ და მაკდონალდშიც მაგალითად. ხო, ანუ ჩვენთან უფრო რაღაც ფუფუნებისკენ რაღაც ეს გათამამება, რომ ყველაფერი მივცეთ შვილებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაკლდა. და გონია რომ ჩვენ რომ მივცემთ ამის მაგარ რაღაცას გავუკეთებთ. არა, ის საფრანგეთში სრულიად სხვა სურათი დამხვდა და ამან ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. პირველ რიგში ჩემი მშობლები ძალიან მადლიერი ვიყავი, რომ ამდენ ანუ ესეთ ფუფუნებაში ვიცხოვრე რეალურად, რასაც ვერ ვაანალიზებდი, იმიტომ რომ ეს ნორმალური მეკონა და იქ რო ვუყვებოდი რეალურად როგორი ცხოვრობდი საქართველოში, ანუ შენ სტარი ხარ და რაღაც და მეთქი არა, უბრალოდ ესე ანუ რაღაც ალბომი მქონდა ფოტოებს ვაჩვენებდი, როგორ აღნიშნავდი დაბადების დღეებს, რაღაც ჩემი მე-16 დაბადების დღე ძალიან დიდ რესტორანში რა გადავიხადე, ძალიან ბევრი მეგობარი რო იყო და ასე შემდეგ, ნუ მათთვის ეს იყო მართლა ძალიან უცნაური რამ. მოვლენა და ნუ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. იმათთან უფრო მეგობრობ თუ ქართველებთან? ერთნაირად. ნუ ხო, არ ვიცი. უფრო ვის უგებ? ორივეს. ანუ ისეთი ადამიანები ვნახე, რომლებიც ხო ჩემი კარგად ესმით და ნუ საქართველოში ძალიან ცივი ადამიანები, რომლებსაც ჩემი კარგად ესმით. ამიტომ და საფრანგეთში ეს კვების კულტურა არ იყო შენთვის უცხო, ისინი ცოტა სხვანაირად არ უდგებიან. საფრანგეთში ძალიან სწორი კვების კულტურა აქვს და ძალიან მშურს, რომ საქართველოში მსგავსი კულტურა არ გვაქვს. აი რა არის ეს? მაგალითად ის, რომ მთელი საფრანგეთი ჭამს ერთ და იგივე დროს, ანუ ბავშვობიდან ჩამოყალიბებული აქვს სწორი ჩვევები, ჭამენ იდენტურ დროებში. მთელი საფრანგეთი ესე არის, ანუ ისე კი არა, რომ ერთი ოჯახი
არა. ანუ 12 საათზე მაღაზიიდან რომ გამოდიხარ, გეუბნებიან bon appétit, იმიტომ რომ ყველა ჭამს 12 საათზე. და რესტორნებიც მაგ საათებში მუშაობს. ანუ თავიდანვე ძალიან დისციპლინა აქვს აგებული. თან წონაში არ იმატებენ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ჭამს, ერთნაირად დროს, ერთნაირი პრინციპით. დილის 9 საათზე არის საუზმე, 12-დან 2-მდე არის ლანჩი და ყველა სკოლაში 12 საათზე არის სადილის შესვენება. 4 საათზე აქვს ხემსი და ხემსის დროს მიირთმევენ, აი მაგალითად ჩირი და რაღაც ეს. კი, წასახემს და საღამოს 7-დან 8 საათამდე დაახლოებით ვახშამს და ამ კვებებს შორის არავინ არ ჭამს. ანუ ვერ ნახავ ესეთ ადამიანს, რომ აი რაღაც მუშავდა და არა, უბრალოდ არ არის კვების დრო და მაგიტო. და აქედან გამომდინარე, მათი ორგანიზმი ძალიან ჯანსაღი არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ხემსები არ აქვთ კვებების შორის, ანუ რომელ საათზეც უნდათ და გაახსენდებათ და რაღაცა და გამოიღებენ, არა. და ყველაზე მეტად რაც ძალიან მომეწონა იქ არის ერთად მიირთმევენ ყოველთვის შუა დღეს და საღამოს ერთად მაგიდაზე ყველა მთელი ოჯახი მიირთმევს სადილს. არ არის ისე რომ აი მე მომშივ და გამოვიღე მაცივნა რაღაც ჭამე. აი ეგეთ რაღაც არ არსებობს. უზრდელობად ითვლება. ხო, არა ეგეთ რაღაც. ანუ უბრალოდ ძალიან გასაკვირიც არის რომ რაღაც ცალკე ჭამ. ანუ ყველა ერთად მიირთმევს, ყველა ერთად ალაგებს მაგიდას, ყველა ერთად რეცხავს ჭურჭელს და მე შემდეგ რაღაც ტელევიზორს უყურებენ ან რამე გარე აქტივობა აქვს. მათ შორის თავარი აი ამ სადილის დროს ურთიერთობენ ერთმანეთთან, საუბრობენ. და ძალიან სასიამოვნოა, ხუმრობენ. თან ანუ აი კაცებიც ზუსტად იგივენერად არიან ჩართული, აი მე რომ ოჯახშიც ვიყავი, აი ძალიან დიდი ჰარმონია იყო ოჯახში, იმიტომ რომ ცოლ-საქმარს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, 30 წელი ერთად იყვნენ. და აი ქმარიც იმდანაც ჩართული იყო ჭურჭლის გარეცხაში, სარეცხის გაფენაში თუ სხვა ოჯახის საქმეში, როგორც ქალი და აი ესეც ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. მაგარი ძალიან წინ არის. კი, ოღონდ მე ვიყავი აი ძალიან პატარა ქალაქში, აი ბორდოს გვერდზე არის პატარა ქალაქი მარმანდი და ამ მარმანდის გვერდზე კიდე პატარა სოფელი იყო, სადაც ორი სახლი იდგა. სულ და ამ პატარა სოფელში ვცხოვრობდით, კერძო სახლი იყო და ნუ სკოლაში დავყავდით ხოლმე ქალაქში. მაგრამ ქალაქი 20,000 ადამიანი ცხოვრობდა ამ ქალაქში. კი, ძალიან პატარა ქალაქი იყო და შაბათ-კვირას ბორდოში გადავდიოდი ხოლმე და იქ ვერი ძალიან ლამაზი სანაპიროები არკაშონი და ეს ატლანტიკის ოკეანე არის. და იმ ოჯახის ბებიას ბაბუას დავყავდი ხოლმე სანაპიროებზე. ანუ ძალიან კარგი პერიოდი გავატარე, იმიტომ რომ აი დავიწყარი და ეხლა ძალიან ახლოს ვარ ამ ოჯახთან 10 წლის შემდეგ, ანუ 10 წლის წინ იყო ეს ყველაფერი. 10 წლის შემდეგაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და აი როგორც ჩემი მეორე დედა ისე არის სტელა. მათი შვილებიც ჩემი დაცმასავით არიან და აი ესეთი კარგი გამოცდილება როგორც მანდ მივიღე, არ ვიცი, მართლა უბედნიერესი ვარ, ის გადაწყვეტილება მივიღე წავედი და იქიდან როგორი ჩამოხვედი? იქიდან ჩამოვედი ძალიან განსხვავებული. აი სხვა ადამიანი, მართლა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, ანუ როგორც ტვინში, ასევე აზროვნებაში, ხედვაში და აბსოლუტურად სხვა ადამიანი ჩამოვედი. აი აქამდე როგორი იყო შენი ხედვა და ხედვა? აქამდე ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა, როგორ მინდოდა. იქ ყველაფერი აი ნათელს მოიფინა. მივხვდი რა როგორ არის ცხოვრების აზრს მიმართულებას როგორ უნდა მიაღწიო მიზნებს როგორ არის დალაგებული ზოგადად სისტემები რისთვის არის ეს ყველაფერი მოგონილი და როგორ იმართება ზოგადად პროცესები ანუ აი ამ ყველაფერს მივხვდი დაკვირვებით იმიტომ რომ მე ხო საქართველოს სურათიც მქონდა იქაური სურათიც მქონდა და მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცას მივხვდი ამ მოგზაურობის დროს და შემდეგ იმდანაც გამიმართლა რომ ამ ეს ოჯახი ხო ბორდოს გვერდზე ცხოვრობდა და შემდეგ საქართველოს ჩამოვედი 1 წელი ავიღე ატესტატი ანუ სკოლა დაამთავრე გამოცდები ჩავაბარე იმიტომ რომ ოჯახმა მომთხოვა რომ მაინც ატესტატი გქონდეს რა იცი დიპლომი და ნუ კაი ავიღე ეგ სამთვეში ვისწავლე ყველაფერი ის 2 წელი რაც გამოვტოვე სამთვეში ვისწავლებ ჩავაბარე კარკულებზე ავიღე ატესტატი და შემდეგ უკვე მამაჩემს ანუნდა რომ ჩამებარებინა უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე რომ აი კაი ხო კულინარია ჰობი და ისე ჟურნალისტიკაზე ჩააბარე რომ აი ესე ჯერ კიდევ არ უყურებენ ხო მაგრამ მე ვიცი სულ რაც მე მინდა ვიყო შეფი მე მინდა ვიყო ძალიან წარმატებული შეფი და ნუ ესე მე რომ აი შენ ჟურნალისტიკა უფრო მოგიხდება ესა ტელევიზია ესე და შენი რეაქცია რა იყო აი ასე ნუ ჩემი რეაქცია კარგი, უცდი და რაღაც წვიში ვალგებ, რომ აი დილას უნივერსიტეტში და მე საღამოს რესტორანში ვიმუშავებ, თუ აი როგორ გავაკეთო, მაგრამ ვიცი რომ საქართველოში არ მინდა, საქართველოში რამდენიმე რესტორანში ვიყავი და ზედაც არ შემომხედეს რაღაც ბავშვი და წადი იქ დაჯექი და გაერთეო და მე მუშაობა მინდა და ესენი არ მომუშავებენ. მეთქი მივხვდი რომ საქართველოში no. და დავიწყე ძებნა საფრანგეთში, სად შემიძლია სწავლის გაგრძელება, მუშაობა და ასე შემდეგ. ჩავაბარე დისტანციურად ერთ-ერთ სასწავლებელში პარიზში. და დისტანციურად გავდიოდი გაკვეთილებს კულინარიის. შემდეგ
ვნახე, ვეძებდი თან სამსახურს. და ვნახე, რომ ყველაზე დიდი სასტუმრო რაც არის ბორდოში და აქვს ამ სასტუმროში ორი რესტორანი Gordon Ramsay-ს, მათ შორის ერთ-ერთი Michelin-ის ვარსკვლავიანი რესტორანი. ვნახე, რომ ეძებენ სტაჟიორებს. და როცა სკოლაში სწავლობ, ესე დისტანციურად თუ მიდიხარ ადგილზე, შეგიძლია გაიარო სტაჟირებები სხვადასხვა ადგილებში. და ისე მოხდა, რომ ზაფხულში ჩავდიოდი ამ ჩემ ოჯახის სანახავად. და დავწერე ძალიან დიდი ესეთი სამოტივაციო წერილი, რომ მე მინდა გამოვიდე ძალიან ცნობილი შეფი, ძალიან მიყვარს ეს სფერო და იქნებ მივიღოთ სტაჟირებაზე. და მე და ჩემი მეგობარი ალექსანდრე მივედით ამ უზარმაზარ სასტუმროში, Grand Hotel-ი ხო ვარსკვლავიანი ყველაზე დიდი სასტუმრო. შევედი რესეპშენში და მეთქი შეიძლება დაგიტოვოთ წერილი და უკვე ჩაიბარეს ჩემი წერილი და ნომერი ყველაფერი მიწერე და 5 დღით ვარ საფრანგეთში წასული სულ. ანუ ეს MasterChef-ამდე ხდება, ხო? MasterChef-ამდე, აქ ვარ 18 წლის. და ზუსტად 5 დღით ხო ვარ იქ და ვთამაშობთ ჩაგბურთს, იმიტომ რომ ჩაგბურთს თამაშობდა ის ოჯახი და ზაფხული იყო და ყველა ისვენებს. და ვცებ ჩემი ტელეფონი რეკავს, ხოლმე ქართული ნომერი რეკავს, ანუ ფრანგული ნომერი რეკავს ჩემ ქართულ ტელეფონზე და მირეკავენ ამ სასტუმროდან, რომ გამარჯობა, ნუცა თქვენი სამოტივაციო წერილი მივიღეთ, ძალიან დაგვაინტერესა თქვენთან თანამშრომლობა და თუ შეიძლება ხვალ მოდით გასაუბრებაზე შეფთან. Gordon Ramsay-თან? კი. ანუ აი აქ შოკში ვიყავი. ყველაზე ბედნიერი ვარ. მეთქი კი აუცილებლად მოვალ ხვალ თან ანუ არც მეგონა ხა 5 დღე იქ რჩები და მირეკავენ არ დამირეკავენ შეიძლება გადააგდონის წერილი საერთოდ რატო უნდა მისცენ და მოგეთ მთელი ხამე ნერვიულობდი რომ არ ჩამძინებოდა. ერთ დილას გავიღვეწე და წამიყვანეს ბორდოში 1 საათის გზაზე არის მივედი გასაუბრებაზე და შევხვდი შეფს და შეფი და შეფის ასისტენტი იყვნენ სასტუმროში და მითხრა რომ შეფის ასისტენტმა მითხრა რომ თქვენი წერილი სამოტივაციო წერილი რომ წავიკითხავ, ცრემლები წავამივიდაო. და როდიდან შეგიძლიათ მუშაობის დაწყება? მეთქი ვიზა მჭირდება, ერთი თვე უნდა ჩავიდე საქართველოში, რომ ვიზის ამბავი დავალაგო და შემდეგ ჩამოვალ და სად იცხოვრებ და სულად ისე დაემთხვა, რომ ჩემი ანუ იქაური ძმა ოჯახის სულად მან ჩააბარა უნივერსიტეტში ბორდოში. და ბორდოში ქონდა სახლი აღებული ქირით და მე შემოძლო მასთან ცხოვრება. ანუ ერთად გავაგრძელეთ ეს რაღაც გზა. და შემდეგ ჩამოვიდი საქართველოში, ავიღე ვიზა, რაც მჭირდება და ყველაფერი და დავბრუნდი ბორდოში და აი მანდ დაიწყო ჩემი პროფესიული კარიერა და ყველაზე რთული პერიოდი ალბათ რაც კი მქონია, იმიტომ რომ ესე ოფიციალურად არსად არ მიმუშავია ესეთი გრაფიკით, ესეთი დატვირთვით. ეგრევე Gordon Ramsay-თან დაიწყო მუშაობა. პირველი სამსახური. კი. პირველი სამსახური იყო Gordon Ramsay-ის რესტორანში, Le Bordeaux ერქვა. ნუ სულ ფრანგები იყვნენ, 40 ადამიანი მუშაობდა ამ რესტორანში, 40-ვე კაცი იყო, მხოლოდ მე ვიყავი გოგო, 18 წლის პატარა ნუცა და რაც ვიყიდე, უნდა გიყიდა უნიფორმა, დანები შენი უნდა ქონოდა, ფეხსაცმელი სპეციალური, რომ არ აგისრალდეს ფეხი და ყველაფერი შევძინე, რაც საჭირო იყო და 3 თვით, 4 თვით ამიყვანეს სტაჟირებაზე და თან ანაზღაურებადი სტაჟირება იყო 600 რაღაც ევროს მიხდიდნენ, მაგრამ მაგ პერიოდში ბორდოში ქირა მიჯდებოდა 200 евро და 400 евро მრჩებოდა კიდე და ნუ ძალიან კარგად ვიყავი, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვიყავი ფინანსურად, თან დამოუკიდებლად. თან შენი ფული გაქვს ხო? ანუ ის გახსოვს უკვე რომ დედას ფული არ უნდა გამოართვა შენი უნდა. საკმარისად მყოფნი და საჩუქრებსაც ვყიდულობდი და ბილეთებსაც და მოკლედ ყველაფერს საკმაოდ გამოზოგილი ვიყავი. თან სამზარეულოში რომ მუშაობ, იქვე გაჭმევენ და ყველაფერს თანხა არ გიხარჯება. და რას აკეთებდი? ესე იგი, პირველი კვირა რომ მივედი, შესეთი წამწავები მქონდა დაგრძელებული მეთქი რაღაც თომისა ისა და პირველ რიგში მითხეს რომ წამწავები უნდა მოიხსნა და ეს და ავიღე და მოვიხსენ საერთოდ ყველა წამწავი მეთქი შენიშვნა არ მომცემ. ჭხილები არ შეიძლება რომ გრძელი ქონდეს. ჭხილებიც მოვიჭერი ბოლომდე. პირველი ერთი კვირა ყოველ დღე ვთლიდი 100 კილო კარტოფილს. იმიტომ რომ სტაჟიორი რო ხარ ესე არაფერი რო არ იცი, არ გცალიათ შენთვის რომ კიდე აგიხსნა და გასწავლო რაღაცები. სტაჟიორი ხარ და ჯერ ისეთი პირველ რიგში გტესტავენ რა, ხარ საკმარისად გამძლე და ძლიერი თუ დანებდები და აზრი არ აქვს შენ ამ სფეროში ყოფნას. ანუ რაღაც გამოსასავით არის რა. შენ თავთან ისინიც გწდიან და შემდეგ თუ რაღაც გამოგდის და სწრაფი ხარ, მერე უფრო გიმატებენ სხვადასხვა დავალებებს და ნუ პირველი ჩემი კვირა იყო, რომ მთელი დღე თან ძალიან ცუდი სათლელი იყო. ეხა კი ვიცი, კაი სათლელები რო არსებობს და ძალიან ცუდი სათლელი მომწეს და ამ სათლელით მთელი დღე ვთვლიდი კარტოფილს. თან ანუ დიდი ტომრები იყო 25 კილოიანი და ეს 25 კილოიანი ტომრები მე უნდა ამეღო, დამედო მაგიდაზე, გამეხსნა, გამეთავა, მე გამერეცხა, დამეჭრა ეს კარტოფილი. ამას აკეთებდი ერთი კვირა, ერთი კვირა ყოველ დღე.
ანუ დილას უწყებდი 8 საათზე და 5 საათამდე უმუშაობდი და ანუ მარტო ამ კარტოფილს ვაკეთებდი პირველი კვირა. მერე რაღაც ბოსტნეულს მარეცხინებდნენ, სალათის ბოთლს მარეცხინებდნენ, შემდეგ რომ საქმე არ ქონდათ არაფერი რომ მოეცათ, იატაკებს მაწმენდინებდნენ, ამ კანალიზაციებს მარეცხინებდნენ და ბოლოს მთელი სამზარეულოს კედლები გამარეცხინეს და მეთქი ეს რა შუაშია სამზარეულოსთან, თქო რომ კედლებს რო ვრეცხავთ, ხო, დამაგებელი მქონდა რა. ცალკე მაგრამ არის. მეთქი აი რატო და იმიტომ თუ არ გეცოდინებაო როგორ უნდა გაწმინდო კედლებიო, მერე რო იქნებიო კარი მზარეულიო, სხვებს როგორ ეტყვიო, როგორ გარეცხანო, თუ შენ თვითონ არ გეცოდინებაო და მან დავფიქრდი, მეთქი მართალია, უნდა ვიცოდე. ანუ რომ შენ დამლაგებელს მისცე სწორი დავალება. და შენ თუ არ იცი როგორ იწმინდება იატაკი და არ გაქვს მაგის გამოცდილება, სხვას როგორ ეტყვი, როგორ გაწმინდოს და როგორ მიხვდები სწორად არის გაწმენდილი თუ არა, რომელი სითხეები უნდა გამოიყენო, რა სითხე წმინდავს ცხიმს, იმიტომ რომ სამზარეულოში ბევრი ცხიმია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება იატაკზე დაისხას, შენ თუ არ იცი ეს ყველაფერი და თუ ამბობ, რომ აი მე მზარეული ვარ და მე ეს არ მეკადრება და მე არ მეხება, რაც საქართველოში 80% მზარეულების აი ძალიან აცრილები არიან ამ თემაზე, რომ აი სარეული როგორ შეიძლება იატაკს წმინდავდეს და რაღაცა აი ძალიან არასასიამოვნო მომენტებიც მქონდა ჩემ კომპანიაში ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საფრანგეთში მთელი გუნდი დღის ბოლოს ყველაფერს წმინდავს, იატაკიდან დაწყებული, ყველა გაზებს, ცხიმებს, ზეთებს ცლიან გამწოებს და ასე შემდეგ. ნუ საკმაოდ ესეთი დისციპლინა არის, ესეთი კულტურა აქვს და ეს არავის არ ეთაკილება და არ არის ეს არაფერი სამარცხვინო. საქართველოს შემთხვევაში სრულიად სხვა სურათი გვაქვს და ამასაც ვისაუბრებ ცოტა ხანში. მოკლედ ეს პირველი 2 კვირა იყო ჩემი გამოცდა. სახლში რომ მივდიოდი, აი მთელი ღამე ისე მდგიოდა ფეხები, რომ გამაყუჩებლებს ვსვავდი, იმიტომ რომ მთელი დღე ხო ფეხზე ვიყავი, შეჩვეული არ ვიყავი ამასთან. რამოდენიმე სართულიანი იყო, წინ და უკან უნდა გეულთან, ძალიან დიდი სამზარეულო იყო და წინ და უკან მაღლა დაბლა რაღაცთან გაწმენდე, გახეხე ეს მძიმე რაღაცები აწია და მოკლედ გავუძელი პირველ 2 კვირას. პირველ 2 კვირაში რო გავუძელი, მერე უკვე მიმიწვიეს სერვისზე. და დავიწყე უკვე სერვისზე დახმარება, რომ შეკვეთები რო შემოდიოდა, ვეხმარებოდი რომ აეწყოთ შეკვეთები და აი აქ რო ჩამერთო და რომ გავგიჟდე, რომ გადავირიე და ისე მომეწონა ეს სერვისის დრო, რომ შეკვეთები შემოდიოდა, უნდა გაამზადო და ძალიან მოეწონათ როგორ ვაწყობდი შეკვეთებს. ანუ სხვებს თქვა თუ უსწორებდნენ და არ უშვებდნენ მომხმარებელამდე, ჩემი აწყობილები მაქებდნენ და ძალიან კარგია და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან მოეწონდა. სულაც ერთ თვეში ცივების გაშვება შევძელი მარტო. ანუ ეს ძალიან დიდი მოვლენა არის რეალურად, იმიტომ რომ ერთ-ერთმა შეფმა მოიტეხა ხელი და დავრჩი მარტო ისე ადამიანი ჯერჯერობით კადრი არ ყავდოთ და მე უნდა შემასრულებინა ხო მათი მოვალეობა, იმიტომ რომ რამდენიმე კადრს დაუმთავრდა კონტრაქტი, რამდენიმე იყო შვებულებაში და მოკლედ ძალიან დიდი დეფიციტი ჰქონდათ კადრების და მე ეს იქით ძალიან წამადგა, იმიტომ რომ რაღაცნაირად დამოუკიდებლად დავრჩი ერთ-ერთ პასუხისგებელი პირი და ყველაფერი ავითვისე მივხვდი ლოგიკას, ის ისე უნდა იყოს, ეს ესე უნდა იყოს, ეს რაღაცები უნდა გაკეთესები ჩამოვწერე და ანუ თვითონ შოკში იყო შეფიც, რომ ანუ ეს როგორ ხვდებიო, რომ ეს ამდენი ეს ესე უნდა გაკეთესო. გორდონ რემზი ამაც არ იყო. გორდონ რემზის ანუ მთავარი შეფი ალექსი ერქვა ამ შეფს. და შენ როგორი იყავი ამ სტაჟირების დროს? ხშირად არის რომ სტაჟიორები ყველას აღიზიანებს. მეც ყოფილი ვარ სტაჟიორი, ისეთი რომ ერთხელ ჩემზე თქვეს მე ხო ჟურნალისტი ვიყავი და რაღაცა სიუჟეტზე კი არა რაღაც პატარა ნიუსზე გამიშვეს და რომ მოვედი, ვერ ვუთხარი რა ამბავზე ვიყავი და ეს წამყვანი მიყურებს. ახლა როდის მეტყვიო, რა მოხდაო? ხონდა ჩავიწერო ტექსტი გამოვაცხადო და აი ვერ ვამბობ. და მე მეორე თანაწამყვანი იყო და მოდი მე მიმიშვიო მუნჯისენა დედამიწისო და მე მეყვერცო მეთქი მუნჯი ვარ და აი ესეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები და სულ მახსოვს რომ ეს სტაჟიორები ყველას აღიზიანებდა და აი ეს ვინ არის? ხა ამის ნერვის ჰადმაკ და მე როცა წლები გავიდა და მე რომ მყავდა სტაჟიორები, ვცდილობდი სulis მახსოვდა. აი ჩემი გამოცდილებას ვცდილობდი რომ მესწავლებინა და რაღაც გვერდში დავდგომოდი და აი შენი სტაჟიორობის გამოცდილება როგორი იყო? ეკითხებოდი შენ თვითონ იყავი გაბედული? თუ როგორ ვიკითხო, საფრანგეთში ეგეთი რაღაცები არ უყვართ, ანუ არ გაქებენ, არ გეუბნებიან კომპლიმენტებს, ანუ ერთადერთი თუ რაღაც არასწორად აკეთებ, შენიშვნას მოგცემენ, მაგრამ კარგად უმუშაობ, მაგაზე არასოდეს არ გაამოხვილებენ. მაგრამ თვითონ გეტყვიან, ესე კი არა, ესე გააკეთე. მაგას აუცილებლად გეტყვიან, თუ
არასწორად აკეთებ რაღაცა საოცრებად გეთქვიან და მე ვცდილობდი რომ ძალიან სწრაფად გამეკეთებინა ყველაფერი, რომ უფრო მეტი რაღაცა ჩვენებინათ, უფრო საინტერესო ყოფილიყო თავი ჩემი გამოგეთლინა. სტაჟირება და დაახლოებით 2 თვეში ესეთი რაღაც მითხრა მთავარმა შეფმა, რომ შენ ხარ ჩვენი გუნდის ნეიმარიო, შენ გარეშე არ არის მაგიაო, გუნდშიო რა. აი და ერთად მართლა. გოგო ვიყავი ამდენ ბიჭებში და აი დავრბოდი გიჟივით ყველაფერს წმინდავდი ვაკეთებდი ყველაფერს და მე უკვე ისეთი ის ჩამისვეს განრიგები რომ დილის 8 საათიდან 11 საათამდე მამუშავებდნენ და აი ძალიან ძალიან ვიღლებოდი მაგრამ ნუ არ წუწუნებდი მაინც მინდოდა რომ მესწავლა ნუ დაჩემს კი ურეკავდი მე სამსახურის მე რომ აი დავიწვი და თითები აღარ მივარდა და ძალიან დავიხარე და დაჩემა იყიდი ბილეთებს და ჩამოდი მეთქი არა მე არ დაუნებდები თქო და მოკლედ მაინც ბოლომდე მივიყვანე მაგრამ ნუ მარტივი არ ყოფილა ძალიან რთული იყო თან ეს ხეხვა ყველაფრის დალაგება, თან კეთება, თან ათვისება, თან ენის ბარიერი და ყველაზე რთული იყო რომ აი 100 კილოიანი ღორის მუცლები რომ მოდიოდა, უნდა დამემუშავებინა ეს ძვლები, გამომეცხო ღუმელში, იმიტომ რომ მე წვენებს ვაკეთებდი და ძალიან დიდი ესეთი ქვებები იყო სახარშები და ამ ძვლების ჩაყრა მიწევდა, მე ამის ამოყრა, გადაყრა, ძალიან მძიმე იყო და ძალიან რთული და ძალიან ცხიმენი და ცხელი და ერთხელ დამეღვარა ცოტა ზეთი იატაკზე და ისე მეჩხუბა ერთ-ერთი შევი წირილი დავიწყე. ძალიან ცუდად ვიყავი, აი ძალიან მეჩხუბა რომ შეთებილო და აი ესე რომ ეს როგორ ააკეთე და მე შეება აქ წავქცეულიყავი და აი ძალიან მიყვირა და ნუ მან ძალიან წირილი დავიწყე. ეხლა მე მგონი გაგახსენდა. ხო, არა, მართლა ძალიან მეჩხუბა და თან კონდიტერი შეფი იყო. და მე მინდოდა საკონდიტროში მუშაობა, მაგრამ მეშინოდა მაგ შეფის. მაგრამ ბოლო კვირას ვიმუშავე მათთან და მე შემოთავაზეს რომ ჩვენთან დაიწყე მუშაობა საკონდიტროშიო, მაგრამ საქართველოში მინდოდა დაბრუნება, ამიტომ დავამთავრე იქ სტაჟირება ძალიან ბევრი რაღაც ავითვისე. აი ეს როგორ იყო? თითქოს ამოვწურე ქაურობა, 4 თვის განმავლობაში ყველა პოზიციაზე ვიყავი საკონდიტროში, ცივებში, ცხელებში, გარნირებში და აი ყველაფერი ვისწავლე, რაც კი შეიძლებოდა მესწავლა იმ ადგილიდან, თევზის დამუშავება, ხორცის დამუშავება, დავაკუმება, ბოსტნეულის დაჭრა, მოხარშვა, შეწვა, соуსები, აი ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. და აი ამ გამოცდილებით მიხვედი მასტერშეფში. არა. მასტერშეფი მაგის მერე ძალიან დიდი ხნის მერე იყო, 2 წლის მერე ანუ იყო. კარგად გამო 18 წლის. ეხლა რა 26 წლის, ანუ 8 წელი ვარ ამ სფეროში რეალურად უკვე. ესე იგი, მაშინ საფრანგეთიდან რომ დაბრუნდი საქართველოში, მე ის 2 წელი რა ხდება შენ ცხოვრებაში? საფრანგეთიდან რომ დაბრუნდი საქართველოში მინდა და ქართული სამწერლოს შესწავლა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა. აი ყველაფერი ხაჭაპურები, ეს გებჟალია, ხარჩო, აი არ ვიცოდი არაფერი როგორ კეთდებოდა, იმიტომ რომ იქ ქაური სალათების соуსები ყველაფერი კი მასწავლეს, მაგრამ აქ რა ხდება არ ვიცი. და დავიწყე ქართულ რესტორნებში მისვლა, ანუ უბრალოდ აი უფასოდ მინდა და მუშაობა რომ მესწავლა ქართული კერძები, მაგრამ ანუ იმდენად ცუდად მიმიღეს აი იქიდან ჩამოსული აქ. აი რას ნიშნავს ცუდად მიღება? არ უნდათ რომ მესწავლა არაფერი და აი გვერდზე წევდნენ და შენ იქ წადი და არაფერს არ მაძლევდნენ რომ გამეკეთებინა, თითქოს და ჩემი მეუბნებოდა რომ ეშინიათ რომ მაგათ ადგილას შენ აგიყვანენო და ცნობილ რესტორნებზეა საუბარი. კი და აი რამდენიმე ადგილას ვიყავი ესე და აი უბრალოდ ეს ქალები იყვნენ და აი ნახე ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხინკალს და შენ არ იცი და მეთქი მე მასწავლე და გავაკეთებ მეც. მოკლედ ძალიან ცუდი გამოცდილება მივიღე ქართულ რესტორნებში. მე დავიწყე ერთ-ერთ კაფეში მუშაობა და იქ ჩემი რაღაც მენიუ გავაკეთე. ნუ ხა დიდი გამოცდილება არ მქონდა, სულ რაღაც 6 თუ 7 თვე მქონდა გამოცდილება, მაგრამ რაც მე თვითონ ვაკეთებდი მარტო რაღაცებს, თან მარტო ვიყავი ამ კაფეში, მარტო ვმუშაობდი და იქაც ბევრ შეკვეთებელ შემოდია და აი სისტრაფეზე ვმუშაობდი, თან ლოგიკაზე, იმიტომ რომ იმას რა ვაკეთებდი, თან დესერტს ვაკეთებდი, თან ფრის ვაკეთებდი, თან ბურგერს, თან სენდვიჩს და აი ძალიან ავითვისე სისტრაფე და ლოგიკა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ ლოგიკას ხვდებოდა რა არის მე რა უნდა გააკეთო, რა უნდა დაიწყო ჯერ რომ სწრაფად გაუშვა შეკვეთები. აი დაახლოებით 4 თვე მანდ მუშაობდი და მე დედაჩემთან ერთად გავედით ერთად გადაცემაში ჩემი სამზარეულოს წესები. და ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ეს კულინარიულ შოუში, სადაც ეს დრო არის, კამერები არის, გიწევს საუბარი კამერების წინ ლაპარაკი და წესები რაღაც ხო, ძალიან ხიბლავდა ზოგადად ეს ტელევიზია, კამერები და ასე შემდეგ. ძალიან მინდოდა. პირველად რომ ვიყავი ტელევიზიაში კი ნაღამ გული წამოვიდა ისევ ნერვიულობდი, მაგრამ ნუ ამ გადაცემამ ჩემი სამზარეულოს წესებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რამაც მე ალბათ ვიტყოდი რომ დამეხმარა მასტერშეფში გამარჯვებაში. კი, ნამდვილად. მართლა ცუდი გამოცდილება მივიღეთ მანდ, იმიტომ რომ ძალიან არა სამართლიანი წესები იყო. ჩემი სამზარეულოს წესების გადაცემაში, იმიტომ რომ მოგეთ ძალიან ჩაწყობა იყო, მე ვითომ რაღაც პრიზი გადმომცეს, რომელიც რაუდ არასდროს არ გადმოუციათ, ვითომ მოვიგე რაღაც, მე მოგეთ. ძალიან ცუდი გამოცდილება იყო ერთის მხრივ, მაგრამ როგორც თქვი წეგან, ხო, გაკვეთილი ნასწავლი იყო.
და მე იყო MasterChef-ი. სადაც გახდი გამარჯვებული. ეს რომელი MasterChef-ი იყო? MasterChef-ი იყო მეორე სეზონი. მაგრამ სანამ წავიდოდი MasterChef-ში, მანამდე აი ძალიან პირველ გადაცემაში რო ვიყავი, ძალიან უცნაური ზარი მივიღე. რომ იმართებოდა რა საბრანგეთის საღაჩოშთვის იმართებოდა ვახშამი. ვახშამისთვის ჩამოდიოდნენ მიშელინის ვარსკვლავიანი შეფები და უნდათ რომ მე ყოფილიყავი მათი ასისტენტი. დიდი სიამოვნებით რედისონში იყო და მივედი 2 დღე ვმუშაობდი ფრანგ მიშელინის ვარსკვლავიან შეფებთან გისავუას შეფები იყვნენ ჩამოსულები და ნუ ფრანგულიც რო ვიცოდი ახლა ძალიან გაუმარტივდა ჩემთან კომუნიკაცია და ეს ქართველები ყველა რომ მიდიოდნენ გადიოდნენ მოსაწევად და სულ ყოველ ერთ ისვენებდნენ ჩვენი ძალიან გენიალური მზარეულები თავის შეფებად რომ მოაქვთ და ხო ძალიან რეალობა ძალიან სხვანაირი არის იმიტომ რომ შეფი როცა ხარ სულ სხვანაირი კონცენტრაცია დისციპლინა გჭირდება მე თავჩაღუნული რაც მითხრეს ბოლომდე ვაკეთებდი უმუშაობდი და ძალიან მოეწონათ ჩემი მუშაობის ზოგადად ლოგიკა და შესრულება და შემომთავაზე საფრანგეთში სამსახური მიშელის ვარსკვლავიან რესტორანში პარიზში გისავუას რესტორანში კი ანუ აი მასტერკლასის შემდეგ ვახშამის შემდეგ და მე მათი კონტაქტი შევინახე Facebook-ზე დავიმატე და შემდეგ მომწერეს რამდენიმე თვის შემდეგ მომწერეს რომ თუ დაინტერესდები რომ ჩამოხვიდე ჩვენთან სამუშაოდ პარიზშიო შანზელიზეზე ესეთ მიშელის ვარსკვლავიან რესტორანში ძალიან დიდი სიამოვნებით ну როგორც სტაჟიორი იმიტომ რომ ერთწლიანი კონტრაქტი არ მინდოდა მეთქი სტაჟიორი ნახავ როგორ რანაირად იმიტომ რომ საკმაოდ რთული გრაფიკი იყო დილის 8-დან ღამის 12 საათამდე კვირაში 5 დღე აი მოვარდო. კი. მაგრამ რამდენი წლის ხარ მე ვერ გეწევი 18 წლის. 1 წლის მერე აი სანამ ბორდოს მერე წავედი პარიზში 1 წლის მერე, მაგრამ მანამდე თბილისშიც აი ლაჯუღეს რესტორანი რო გაიხსნა, მანდაც მუშაობდი და მანდაც კარგი გამოცდილება მივიღე და შემდეგ წავედი პარიზში. პარიზში უკვე ჩემი თვითქირავე ბინა, თალკე ვცხოვრობდი მარტო. იქ უფრო მეტი გექნებოდა ხელფასი. არა. იგივე მქონდა რაც პირველში, ხო? იმიტომ რომ სტაჟიორი ვიყავი და თან მიშელის ვარსკვლავიან რესტორანში დიდი ხელფასები არ არა. მაგრამ პარიზია და უფრო ძვირია. კი, პარიზია და ძალიან ძვირი. ერთ პატარა ოთახში ხო 700 евро იყო ჩემი ქირა და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ პარიზში ზოგადად ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ მაინც თავი იყო გამოცდილების მიღება და ძალიან ბევრი სწავლა. და დავიწყე მუშაობა იქაც როგორც სტაჟიორად, პირველ რიგში ციებში მივედი და იქ გავიცანი გაბრიელი. შენი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი. შეფი. ანუ ამ მიშელის ვარსკვლავიან რესტორნის შეფ აჯუან იყო გაბრიელი. მაშინ იყო 27 წლის. და ძალიან ჭკვიანი, ძალიან სწრაფი, ძალიან ცხარტი. დიდი გუნდი იყო, მაგრამ რეალურად გაბრიელი იყო ერთადერთი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა და ჩემ დისციპლინას ძალიან თანხვედრაში იყო. დანარჩენი ადამიანებიც ნორმალურად მუშაობდნენ, მაგრამ აი ის ხონერად ასწავლიდა და კი, ნამდვილად. ნუ ეს მომდე ხთან შეფია და რაღაც. მივედი სამსახურში და ნუ სტაჟიორი კი ვიყავი, მაგრამ რეალურად 2 თვეში შეფ დე პარტიის, ანუ მე სტაჟიორი ხო ხარ, სტაჟიორის მე ხარ კომი შეფი, მე ხარ დემი შეფი, მე ხარ შეფ დე პარტი, ანუ 4 საფეხური არის და მე რო დავიწყე სტაჟიორად 2 თვეში შეფ დე პარტი გავხდი, იმდანად კარგად მუშაობდი. თავი გამოიჩინე. მართლა ძალიან ბევრს ვშრომობდი დილიდან ღამემდე, აი ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე მაგ რესტორანშიც და სერვისები ძალიან დატვირთული იყო, იმიტომ რომ ყოველ დღე 100 კაცამდე იყო სტუმარი და იქ 1 წუთში უნდა გაუშვა 1 კერძი, ანუ მთელი დღე აკეთებ ამ სამზადის, დილის 8 საათზე იქ უნდა ყოფილიყავი, ამიტომ 7-ზე ვიღვიძებდი, 8 საათზე სამსახურში ვიყავი, მე სამზადის იყო და 12-მდე, 12-დან 2-მდე სერვისი, მე ყველაფერს ვალაგებდი და მან კიდე უფრო მეტი კანალიზაციის გასარწმენდები იყო. მე მაწმენინებდნენ ყველაფერს ამიატაკებს და თან ზაფხული იყო 40 გრადუსი სიცხე და იქ არ იყო ვენტილაციები. ხო, იქ არ უყვარს კონდიციონერი. და როგორ გრილდებოდით ისი, აი ეს დიდი ტაშით მასხავდნენ ცივ წყალს და ეს უსველი ვიყავი. გავგრილდებოდი და 5 წუთში ისევ გავშრობოდი, იმიტომ რომ ცეცხლთან რო ვიყავი ძალიან ცხელავდა, ანუ რო უყურებდი გრადუსებს 40 გრადუსი იყო, მაგრამ რას ვისაუბრეთ? პარიზია, ცეცხლია, მიშელის ვარსკვლავიან რესტორანში მუშაობ, ამიტომ გაჩუმდი ნუმსა. ნუ მან უფრო რთული იყო, ბევრად უფრო რთული იყო მუშაობა. ერთი წამი უნდა შეგეწყვეტინა. ეხლა თან რო გისმენ, მე ხო თან წარმოვიდგენ ჩემს წარმოსახვაში და ასე მგონია ფილმს ვუყურებ, ხო, არის თან რთული. აი რაღაცა ჩვენი 15 წლიდან მოყოლებული ბაღის ისტორია. რაღაც ძალიან ლამაზად კადრებად ხედავ ახლა ამ ყველაფერს და
არ ვიცი, მეგონი კაი ფილმი გამოვიდა და შენზე თან ჯერ შუაში ხარ, ხო? ბოლომდე არ მოგეყოლე. მიდი ახლა განაგრძე. მოკეთ ამ პარიზში ძალიან ბევრი ვიმუშავე 4 თვის განმავლობაში და შემდეგ უკვე შემოთავაზეს კონტრაქტი, 1 წლიანი კონტრაქტი, უნდათ რომ მათთან დავრჩენილიყავი, როგორც შეფ დე პარტი. ან ეს შეფ დე პარტი არის შეფის მოადგილე. როგორ იცი, იქ არის დაყოფილი სექციები, არის ცივები, ცხელები, соуსები. და ანუ შენ ხარ ამ თქვა ცხელების შეფი. ანუ ცხელი დაყოფილების შეფი. მე შენ მაღლა არის კიდე სუშეფი, შეფი და ექსეკიუტივ შეფი. ამიტომ ანუ შენ სხვა ვიღაცები გამენეჯმენტები, მაგრამ შენ ამენეჯმენტებ იმას და იმის პასუხისმგებელი შენ ხარ კონკრეტული სექციის. ეს რა სექცია იყო პარტი არის? შეფ დე პარტი. მე ვიყავი თევზების გაყოფილების შეფ დე პარტი და მე ვამუშავებდი დიდ ფილებს, ლობსტერებს, ცოცხალი ლობსტერები მოდიოდა და მათი მოხარშვა გიწევდა მე ამოღებათან თევზის შეწვარი ძალიან სენსიტიური, იმიტომ რომ ძალიან მალე იწვება და უნდა აი შიდა აი თვითონ სამზარეულოში რო ვარ, იმდანაც მიყვარს იქავრობა, რომ თითქოს გელაპარაკება გეუბნება, რომ ეხა გადამატრიალე, ეხა ესკენი, ანუ ეს sensibility უნდა გქონდეს ძალიან ახლო ეს წვდომა უნდა ხვდებოდე. კი, ყველაფერს უნდა ხვდებოდე და აი ტექსტურებს უნდა დააკვირდე, უნდა მიხვდე ახლა რა უნდა, ანუ ეს არ არის სამზარეულოში რომ აი ესე წერია რეცეპტია და ესე უნდა გააკეთო. არა, იმდენი რაღაც იცვლება, აი თუნდაც 5 გრადუსი რო იცვლება, ფქვილს იმდანაც სხვა ტექსტურა აქვს, რომ აი თუ ვერ ხვდები და მართლა რაღაც შინაგანი გრძნობები არ გაკავშირებს ამ სფეროსთან, ვერასდროს ვერ მიხვდები და ვერასდროს ვერ გააკეთებ მაღალი ხარისხის საკვებს. აი ეს შეგრძნებები და ასევე გამოცდილებაც. გამოცდილება თუ არ გაქვს. აი როგორ, ვერაფერს ვერ ისა მაგის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ანუ ის არა ის რომ აი მე ხარ რომ დამეწყო რომ აი ხა მამუშავებენ დღეში 14 საათი თუ 16 საათი და ამათ მე რაღაც მოსამსახურებ გონი ვარ და მაწმენდინებენ, ანუ ვისწავლეთი ამდენს. მივიღებდი ამ ხელ გამოცდილებას, ეგეთი რაღაცები რომ დამეწყო, ანუ როცა არ იცი, პირიქით მადლობა უნდა თქვა, რომ ამ ხელ გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა გაქვს. კი რთულია, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში. ანუ ისიც რთულია, რომ არაფერს არ აკეთებ. მაგრამ ეხლა რა არის საინტერესო? შენ, აი ხო, ვინც გვიყურებს, ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ საფრანგეთში წავიდეს და იქ მიიღოს გამოცდილება. აი ამ ყველაფერს საქართველოში მყოფი მცხოვრები, აი მაგალითად გოგო ვინც გვიყურებს, ვისაც ასევე ძალიან უყვარს ეს საქმე და აინტერესებს და უნდა რომ ეს იყოს მისი პროფესია. იზავს ამას, ასე ისწავლის, მიიღებს ამ გამოცდილებას. თუ სწორ ადამიანებთან მივა და არ იტყვის რომ ეს მე არ მეკადრება, ეს მე რატო უნდა გავაკეთო, 9 საათი გავიდა და რატო უნდა დავრჩე 40 წუთით მეტი, აი ესეთი კითხვები თუ არ ექნება, აუცილებლად შეძლებს, როგორც მე და კიდევ უფრო მეც. ანუ ეს არის რომ შენში არის ეს ყველაფერი, ანუ შენ რაღაც 9 საათიანი გრაფიკი გინდა თუ იმის იქით რაც არის ყველაფერი და რაც თქვათ ის overtime, ანუ ზედმეტი ნამუშევარი საათები გაძლევს, ანუ ლიმიტებს გადაცდები თუ და ამ ჩარჩოში ჩაჯდები და ეს მე მეტი არ მევალება, ამაში ამდენს ვიღებ და მეტი არა. ამ დროს დურჩები მეტი, ბევრად უფრო მეც შუქნის ცხოვრება, როცა შენ თვითონაც მეტის გაღება შეგიძლია. არა მარტო იმისთვის რომ რაღაც ობიექტს დაეხმარო, არამედ შენ ბევრად უფრო მეტ თვისებას გივითარებს ის რომ შეგიძლია ცოტა ლიმიტებს გადასცდე, რაღაც მსხვერპლს ეწახვიდე ჭყალებში და ხო ძალიან ბევრ საჩუქრებს გიბზადებს შემდეგ ცხოვრება. ხო, ანუ თავდაუზოგავად უნდა გიყვარდა შრომა. მოგეთ, ესეთი ამბავია, ზაფხულში გვასვენებენ აგვისტოში, პარიზიდან უნდა ჩამოვიდე საქართველოში. ყველა გადის აგვისტო პარიზში დაცარიელი, ამიტომ რესტორნებიც იკეტება, ჩვენც გამოგვიშვა 3 კვირა რომ დავისვენოთ და მეთქი საქართველოში ჩამოვა, იმიტომ რომ ვიზა მიმთავრდებოდა და ვიზა უნდა გამეგრძელებინა. თან კონტრაქტით ჩამოვედი და 2 კვირა ვარ და უნდა წავიდე, შემდეგ ჩვეულებრივად გავაგრძელო მუშაობა, გაბრიელიც იქ არის. მოგეთ შეფთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მაშინ ზუსტად MasterChef-ის პირველი სეზონი გადიოდა და იქ პარიზში რო დასვენების დღეები მქონდა, უყურებდი ხოლმე MasterChef-ს და მაინტერესებდა, იმიტომ რომ საქართველოში მაინც როგორი კულინარიული შოუებია და თან MasterChef-ი სიახლე იყო. ხო, ეხა Gordon Ramsay-ის გადაცემა არის და ძალიან მიყვარდა Gordon-ი. ეგ არ მომიყოლია როგორ შევხვდი, ეს კიდე ცალკე ისტორია და მე მგონი ცალკე პოდკასტი დაგჭირდება მაგას, იმიტომ რომ საოცარი ისტორია იყო, როგორ შევხვდი Gordon Ramsay-ს და მოკლედ ვერ იტყვი? კი, მოკლედ ვიტყვი. მოკლედ ძალიან დიდი გალავახშა მიმართებოდა 10 წლის იუბილე და Gordon Ramsay-ს აქ სოფლიოში 52 რესტორანი, სოფლიოში რა, ხო, დედამიწაზე აქვს ძალიან ბევრი რესტორანი. ყველგან ვერ იქნება. მე 4 თვე ვიყავი ბორდოში ჩასული და ისე დაემთხვა, რომ ერთ-ერთ ივენტზე უნდა ჩამოსულიყო Gordon-ი.
მაგრამ დიდი სასტუმრო არის და ივენთზე ჩამოდის და არა სამზარეულოში, მაგრამ სამზარეულოში ყველას მიესალმა და მაგ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ექსტრა ადამიანები, იმიტომ რომ 1000 კაცზე ვამზადებდით გალა ვახშამს. და მეც მთელი დღე ვმუშაობ, რაღაც პურებს ვაცხობ, იქ ფუაგრებს ვაკეთებ და ანუ ყველა ნახა გორდონი ჩემ გარდა. და ანუ მე უკვე თან საღამო არის, მთელი დღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, ბრიფინგზეც ვერ წავედი, იმიტომ რომ პურებს ვაცხობდი და აი ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ვერ ვნახე და არა და ერთ სასტუმროში ვარ ერთ კედლებს შორის. და ძალიან მოწყედილი ვარ უკვე რაღაც გამიშოს მე სერვისზე და ადამიანებს ვთავაზობ ამ ფუაგრას და უცებ მესმის ანუ მთელ სასტუმროში არის ძალიან კარგი სისტემა და ამ სისტემაში იყო დირექტორი საუბრობდა და შემდეგ გორდონემზის გადასცა ხმა და ჩემ შეფს ხარი მეთქი ძალიან გთხოვთ უნდა წავიდე ვნახო გორდონი თქვა და კარგი წადიო გამიშვა და ესე არ შეიძლება ხა უნიფორმით ვარ სამზარეულოში რაღაც გავიპარე და ეს ხალხი რაღაც ყველა ძალიან პერო ასხმული და ძალიან VIP ხალხი იყო ესე გავწია ეს ხალხი და სცენაზე ვხედავ გორდონს და მეთქი ესე უყურებ და მისი დაცვა არის წინ და მისი მეუღლე და მეგობრები და დაცვა სტოპ წადი შენ უკანო რა არ გაგუფლება რომ შეხვიდო მეთქი ძალიან გთხოვთ და მაგის მეგობრები მეუბნებიან რომ გორდონის ნახვა გინდა მეთქი ძალიან მინდა თქო და კარგია შეუშვიო და არა ვერ შეუშვებო არ მაქვს მაგის უფლებაო და მე ესე ვდგავარ და ესე უყურებ გორდონს და დამინახა და ერთი წუთი დამელოდეო და იყავიო და ველოდები თან ესენი მეუბნებიან რომ წადი უნდა გავიდე ყველა ჩემი კოლეგები მიყურებენ თან ძალიან დიდი ორანჟერეა იყო ბევრ სართულიანი და ყველაზე მომდანი უყურებს რომ რას საკეთებ დაბრუნდი უკან და გორდონი ადის სცენაზე და მეძახის რომ შენ წამოდი სცენაზეო ამდენი ხალხის წინ და ესე გავიცანი გორდონ რემზი ჩემი ყველაზე დიდი კუმირი ასე რომ ვთქვათ სცენაზე ახვედი სცენაზე ავედი მკითხა რამდენი ხანი აქ მუშაობ თან მთელი დღე მქონდა გამზადებული მარკერი რომ მარკერით დაეწერა ხელმოწერა რამდენი მეკითხა მხავ ეს ამკითხა მე იმ დაცვამ რომელიც არ მიშვებდა ფოტო გადაგვიღო მე და გორდონს ერთად ძალიან ბედნიერი ვიყავი და შემდეგ დამიწერა ხელმოწერა Bravo Love ნუცა ესა ნუცა გორდონ რემზის ხელმოწერით და შემდეგ ყველაზე ბედნიერი წამოვედი და თელ სამზარეულოს ვაჩვენებდი რომ მე გორდონთან ფოტო მაქვს და ესე მიმიწვია სამზარეულოში და ყველაზე ბედნიერი ვიყავი შემდეგ ეს ფოტო დავდე ჩემ ინსტაგრამზე და ჩემ ინსტაგრამზე დამოფოლოვა მე გორდონ რემზი მართლა ეს იყო მართლა საოცრება ისე როგორ დამახსოვდი კი არა მართლა საოცრება ხარ ჰოროსკოპი და ესე როგორ ვერძი აი გუნდა მეთქვა ვერძი ხო ვარ ვარ ძალიან ხო ესე კი რაღაცას თუ დაისახა მიზნად ხებით აწვევი ბოლომდე აუცილებლად ხო და მოგეთ ესე შევხვდი გორდონ რემზის და გორდონ რემზი მიყვარდა მასტერშეფიდან მე მასტერშეფიც იყო საქართველოში და იქ რო დამემთავრდა კონტრაქტი პირიქით რომ ერთწლიანი კონტრაქტი დამეწყო თბილისში ჩამოვედი რომ მივსულიყავი საელჩოში და გამეგრძელებინა ეს ჩემი ვიზა ხო ისე მოხდა რომ რაღაც ახალი კანონი მიიღეს რომ 90 დღე რო გაატარებ ევროპაში მე უნდა დაბრუნდა და 90 დღე უნდა იყოს საქართველოში და მეუბნებიან რომ ანუ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიტანთ ვიზაზე განაცხადს რაც რა მიზეზითაც არ უნდა იყოს როგორი გრძელვადიანი ვიზაც არ უნდა იყოს მეთქი რა ანუ ყველა ჩემი ნივთი იქ მაქვს დატოვებული ჩემი ბინა გასაღები სამსახური ჩემზე არის ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და საერთოდ ვერაფრით ვერ მეხმარება და ვერავინ ვერაფერს ვერ მეხმარება ანუ აქედან რომ გამოვიდი ისევ ვტიროდი ანუ ხალხი ქუჩაში მაჩერებდა რომ დახმარება გჭირდებათ ანუ დახმარება გჭირდებათ და ისევ ჩხავდი რომ აი მართლა მოვკვდი მართლა მეგონა რომ მან მოვკვდი და ყველაზე სუდი პერიოდი დამთავრდა ხო დაუბრუნდი და მაგ დროს ანუ ერთი ბაბუა მყავდა ისედაც და ბაბუა ჩემს გარდაიცვალა და აი ყველაზე სუდი პერიოდი მქონდა ოღონდ აი მართლა მეგონა რომ მან დამთავრდა ჩემი ცხოვრება ყველაზე დიდი დეპრესია თან იქ რომ მუშაობდი ძალიან დიდი სტრესი მქონდა და მოვიგდი მარტო 10 კილო და ჩამოვედი ძალიან გასუქებული აი მასტერშეფამდე და იქ ანუ ენერგია რო არ მქონდა დილიდან საღამომდე რომ მუშაობდი ძალიან ბევრს ჭამდი და წარმოგიდგენია 10 კილო მოვიმატა ჩამოვედი იქ არც ვისაც არ ამაცლებენ თან არ მითხრეს ბაბუა ჩემი გარდაიცვალა რომ ჩამოვედი ეგრევე მითხრეს და წავედით 40-ზე არა გასვენება იყო თუ აი ძალიან ცუდი პერიოდი ერთად წაემთხვა და მოგეთ ძალიან ცუდად ვარ აი მართლა ძალიან ცუდად ვარ და სანამ წავიდოდი სანამ ჩამოვედი საქართველოში უბრალოდ დედაჩემმა შეავსო ანკეტა მასტერშეფის როგორ მოხდი მასტერშეფში რეალურად დედაჩემმა შეავსო ანკეტა ხო მასტერშეფის და მე დამირეკეს და მივედი მაგრამ იმდანაც უკვე განადგურებული ვარ იმიტომ რომ ჩემი მთელი გეგმები პარიზზე იქ მუშაობაზე კონტრაქტზე მოეწყო აქ არაფერი საქმე არ მაქვს არც არაფრის სურვილი არ მაქვს თან ძალიან გასუქებული ვარ ვერაფერში ვერ ვეტევი თან დეპრესია მაქვს და თან იქ გაბრიელსაც ვეღარ ვნახავ
და აი ძალიან ისე ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეგობრობდით მე და გაბრიელი თავიდანვე ძალიან გავუგეთ ერთმანეთს და რაღაცებიდან მოკლედ ძალიან დეპრესია მაქვს. აი ძალიან დეპრესია მაქვს და მე და ამერიკას ამ MasterChef-ში კი მივედი გასაუბრებაზე, მაგრამ უკვე რაღაცნაირად ხარებ ჩამოყრილი ვარ, რომ მეთქი არ მიმიღებენ თქვა რაში მაინტერესებთ, თქვა ხო ხდები რაღაცნაირად ყველაფრის აზრი რა ეკარგება, ანუ რაღაც რო დაალაგდი, სწორედ რომ მითხარ და ვსებ life cuts you, ანუ ჩამჭრეს ჩვეულებრივად ყველანაირი ყველაფერი ჩამიჭრეს. და მე მითხრეს რომ რაღაც გვინდა რომ გამოხვიდე ამ MasterChef-ში და გადავიღოთ რაღაც პრომო ვიდეო და იქ თან ისეთი შეფები არიან, არც ვიცნობ ამ შეფებს ძალიან ნერვიულობ და რაღაც კერძი უნდა მოვამზადო და იქ მეუბნებიან რომ აი გორდონების ქუდი წამოიღე და თან არ ვიყავი კარგად ჩემ სხეულში თან ძალიან გასუქებული ვარ და თან არის კამერებთან არ მინდა ყოფნა რაღაცეები, მაგრამ რაღაც კერძი მოვამზადე. და გავიდა და გავედი კასტინგსა და მომწეს ეს წინსაფარი. არა წინსაფარი რომ მოგცეს არ ნიშნავს რომ ათეულში ხარ, მაგრამ აი ძალიან რწმუნებული ვიყავი რომ ვერ გადავიდოდი ათეულში, აი იმენად დადებლებული მქონდა ჩემში თვითრწმენა რომ მართლა არ მეკონა, ანუ არავის არ ეკონა. ჩემ მეგობრებს რა ვთხარი რომ MasterChef-ში გავდივარ რომ აი სირცხვილია მან რა გინდაო და ეგეთი თანადგომა მივიღე ჩემი ყველაზე ახლო ადამიანების. მე რატო არ ვიცი, აი ეგეთი მეგობრები მყავდა. ეხაც რომ მოხსენდება ძალიან არ დაუბრესდები. გამოგივაო? ხო, ანუ წინასაც ხო არ გამოგივიდაო და შერწყვიო თუ რაღაც და ეხაც იგივე მოგივაო და არ წახვიდაო მე რა. წინაზე რომ აი იქ ხო ვერ მოვიგე ჩემს სამსახურის წესებში. იმ და ჩემს გადაცემაში. რო ვიყავი ხო, ამან ვერ მოვიგე და იგივე მოხდებაო ამ მანდო ხოლო და გამოცდილება გქონდა, ასეთი ინტერესი, ასეთი მიზანმიმართული. ხო, რა ცუდია ის. ერთადერთი ადამიანი ვისაც ჯეროდა ჩემი იყო დედაჩემი. სხვათა შორის ნინა პერდენავა, უნდა მოვიკითხო, იმიტომ რომ ნინამ დამაკავშირა შენთან და ნინა არის შენ რომ ემზადებოდი ამ გადაცემისთვის რაღაც ვიდეო ვნახე, ნინას ინტერვიუ თუ გადაცემა იყო და ამბობდა რომ მეო ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ ჩემი შვილები ყოფილიყვნენ ბედნიერებიო. დანარჩენი რა სისავდნენ ამისთვის უკვე მე აღარ მეხებაო და აი ძალიან მაფასებ მას ამ სიტყვებისთვის და მიმღებლობა ქონდა ნინას და ჯეროდა ჩემი ძალიან ყოველთვის რომ რაც არ უნდა გადამეწყვიტა, ყოველთვის გვერდში ბედგა. მამა ჩემი ისე მითხრა, ხო ჟურნალისტიკაზე ხო ჩააბარებ და აი მამა მაინც ჟურნალისტებას აწვევა. რო წავედი ბორდოში დასასვენებლად ზაფხულში, აი სამოტივაციო წერილი რო წავიღე, მამა ჩემს უთხარი რომ მეთქი უნივერსიტეტში უნდა წავიღო, ისინი თქო დოკუმენტები თქო რომ მიმიღო თქო და რომ მე რაღაც მამა აბერაკენი მიიტანე საბუთები მეთქი, აი უნივერსიტეტში არა, მაგრამ ძალიან კარგი სამსახური ვნახე თქო. და მანდ უკვე მიხვდა რომ აზრი არ აქვს, მე უნივერსიტეტში არ ჩავაბარებ და არ წავალ, იმიტომ რომ მაქვს ჩემი პროფესია, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ესე იგი, MasterChef-ში აგიყვანეს, შენი მეგობრები დაგცინიან, რომ რა გინდა მან და რამ მოგცა ეს თვითრწმენა და აი რამ გაგაცოცხლა? კულინარიის სიყვარულმა მომცა რეალურად ის რწმენა, მაგრამ ჩემ თავის მაინც არ მჯეროდა, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად მეგონა რომ მე არ გამამარჯვებინებდნენ, იმიტომ რომ ხო ცუდი გამოცდილება მქონდა წინა გადაცემიდან და მეგონა რომ რაღაც წინასწარი იყო ყველაფერი გათვლილი და არც არავის არ ვიცნობდი, ის შეფები დიდად არც არანაირი კონტაქტი არ მქონდა მათთან და ხო, რაღაც ძალიან უცნაური სიტუაცია იყო, მაგრამ ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა MasterChef-ის. აი, ყველაზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ საოცარი გუნდი იყო, საოცარი მონაწილეები იყვნენ, ძალიან ბევრი მეგობარიც გავიჩინე, მათ შორის მარიამი. ეხლა ძალიან კარგად მეგობრობთ, ერთად ვიყავით გადაცემებში და ძალიან დიდი შრომა ჩავდე MasterChef-ში, რომ გამარჯვებინა. ყოველ დღე ძალიან ბევრ რესტორანში დავდიოდი, რომ იქ ამეთვისებინა სხვადასხვა კერძი, ტექნიკა, მე რა ვთხოვდი ხოლმე, რა გთხოვთ თევშები მათხოვეთ, იმიტომ რომ იქ მიქსერი არ მქონდა, თან ესე ხელფასიც არ მქონდა არაფერი, და ხელმშობლებისთვისაც არ მინდოდა გამომერთვია ფული, მაგრამ ტესტირებისთვის ხო გჭირდება იქ პროდუქტები, იქ ისა, იქ რა წყალიბი, იქ ფორმა, იქ მიქსერი და რა ვისაც ვიცნობდი, ყველას ხან მიქსერს ვთხოვნიდი, ხან რაღაც ცომის არტყელებელს, რომ რაღაც საინტერესო გამეკეთებინა MasterChef-ში და აი წარმოვიდგენით მეში რომ აი 15 წუთი მაქვს ამისთვის 10 წუთი მაქვს ამისთვის აი ძალიან ორგანიზებული ვიყავი რომ 1 საათში ჩავტოვულიყავი და გამეკეთებინა ის კერძი რომელიც კარგი იქნებოდა და მართლა უზარმაზარი შრომის შედეგად მოხდა ის რაც მოხდა და ნუ გავიმარჯვე მართლა არ მჯეროდა რომ მოვიგებ აი ფინალშიც რო ვიყავი არ ვიცი არ მეგონა რომ მოვიგებ ნუ ძალიან დიდი შრომა კი ჩავდე მაგრამ ნუ ეს 2019 წლის ბოლოს აი სულაც კოვიდამდე იყო ეს უზარმაზარი სიხარული ჩემს ცხოვრებაში რომ გავხდი გამარჯვებული და მანდ ძალიან დიდი რაღაც დაემატა ჩემს ცხოვრებას, რომ აი რაღაცას მივახციე. და აი უკვე რაღაცას წარმოვედგენ, რაღაცა ვარ და ეგ უკვე ძალიან დიდი ამოსუნთქვა იყო ჩემთვის, კი. და ამოსუნთქვა შვება და ამასთან ერთად ის ძალა და ენერგია დაგიბრუნდა, ხო? რაც მაშინ დაკარგე, როცა გაიგე, რომ საფრანგეთში ვეღარ დაბრუნდებოდი. ნამდვილად. მე
ძალიან მინდოდა მაინც საფრანგეთში წასვლა, მაგრამ კოვიდი დაემთხვა. ხო. და საფრანგეთში ყველა რესტორანი დახურეს, ყველაფერი, ბინიდან გამოსვლაც არ შეეძლო და გაბრიელმაც რა თქმა უნდა დაკარგა სამსახური. და მე ვთხარი რომ ისე ჩამოდით, თქო საქართველოში აქ არ გვაქვს ისეთი каранტინი, შეგვიძლია გარეთ სიარული რაღაცები, მეთქი უბრალოდ რომ საქართველოს ნახო, თქო როგორია, თქო. ჩამოვიდა და მაგის მე რეაქცია ცხოვრობს. ისე მოეწონა. კი, ძალიან აი რა მოეწონა. მოეწონა საქართველოს? თავისუფლება. მოიცა საფრანგეთში არ ქონდა ეს თავისუფლება? საფრანგეთში ძალიან დიდი შეზღუდვებია მაინც და ეს თავისუფლად ვერ ხარ ძალიან ბევრი გადასახადებია პირველ რიგში და ეს წნეხი გაწובה იქთან პარიზში რა ძალიან დიდია ძალიან ბევრი საათი გიწევს მუშაობა რომ უბრალოდ გადაიხადო გადასახადები და აქ თან იქ რო ხა 10 წელი 15 წელი მუშაობ და შემდეგ 2 წელი გაქვს შეგიძლია არ იმუშაო და ხელფას მაინც იღებ იგივეს რაც ქონდა ანუ 2 წელი არ მუშაობ მაგრამ ხელფას სოციალური სისტემა ამან და ის საოცრება და ანუ 2 წელი ისე ცხოვრობდა საქართველოში რომ ხელფასი არ ეცხებოდა საფრანგეთიდან მაგრამ არ უწევდა მუშაობა და საოცრება თან კოვიდი იყო და თან ესე რესტორნები არ მუშაობდა და მეც მაშინ დავიწყე უკვე სოციალურ მედიაში აქტიურობა კოვიდის დროს რომ ყველაფერი ჩაიკეტა მე და ნინამ დავიწყე ვიდეოების ჩაწერა და ნუ ჩემი ბლოგი მართლა არარეალურ რიცხვებზე ავიდა, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი სპონსორები გამოჩნდა ჩემი ბლოგის და მანდ გავხდი ძალიან ფინანსურად დამოუკიდებელი, ძალიან, იმიტომ რომ ყოველდღე ძალიან ბევრი ვიდეოებს წერდი, ძალიან ბევრ კომპანიას უნდოდა რომ გამეკეთებინა მათი რეკლამა ჩემს ბლოგზე, ბლოგი ძალიან სწრაფად იზრდებოდა. შემდეგ ეს წონა რაც მოვემატე საფრანგეთში და მასტერშეფში ყოველას რო ძალიან მსუქანი ვეგონე, რეალურად უბრალოდ ახალი მომატებული წონა იყო. ხო. მაგრამ მე ნუ რთული იყო ძალიან დაკლება და ვერ ვიკლებდი და მე ვარჯიში დავიწყე და 17 კილოგრამი. კი, 17 კილოგრამი დავიკელე. ჯანსაღი და ვარჯიშით. ანუ ეს იყო რაღაც ბალანსის საწყისი ეტაპი. აი აქედან დაიბადა ბალანსი, ხო? კი, იმიტომ რომ ეს კოვიდის დროს დავიწყე ზიურში ვარჯიში, გარეთ ვარჯიშობდი და ამ ვარჯიშს თან დავურთე დაბალანსებული კვება. უკვე ძალიან დამაინტერესა, რომ ყველა ამბობდა რომ დიეტური კვება რაღაც მაწონი და პური და მე ვთქვი მეთქი, ანუ ჩემ კულინარიულ ნიჭს. ხო, ჩემ კულინარიულ ნიჭს გამოვიყენებ და გავაკეთებ გემრიელ ჯანსაღ საკვებს და ცალკე ბლოგი გავაკეთე ჯანსაღი კვები, სადაც ვაზიარებდი ყოველ დაკლებ კილოგრამს, რას მივირთმევდი, როგორ რაღაც იოგურტებს ვაკეთებდი, ხაჭოებს ჩემით ვაკეთებდი და ფოტოებს ვუღებდი, ვაზიარებდი და ნუ ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა ასევე ამ წონის კლებაზეც. და უკეთ ამ ბლოგებს ვაკეთებდი, დაახლოებით 2-3 წელი, ნუ ეხლაც ვაკეთებ, მაგრამ მიდან აღარ მცალია. ხო, მაგრამ აი ამ ბლოგმა, აი ამ შენმა საქმიანობამ, შენი წონის კლებამ დაბადა ბალანსი. შენი კომპანია, შენი ბრენდი. მოდი ახლა მოგვიყევი ბალანსი. კი, ბალანსი იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ყველაფერში. რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაში, არის აუცილებელი ბალანსი, მათ შორის კვებაშიც. ანუ არ არის რომ მხოლოდ ჯანსაღი და მოხარშული, ანუ ეს არის გამორიცხული და არ მუშაობს ეგ ტექნიკა. როცა აბალანსებ და ისეთ საკვებს იღებ, რომელიც გიყვარს და შეიძლება იმდანაც ჯანსაღი არ არის და ჯანსაღ საკვებს. აი ამ დროს მუშაობს, ამ ტექნიკით დავიკელი მეც წონაში. მივირთმევდი ზომიერად იმ საკვებს, რომელიც თქვა არც ისე ჯანსაღი იყო, მაგრამ იმ საკვებსაც, რომელიც ჯანსაღი იყო, ბოსტნეულს, ცილებს, ჯანსაღ ცხიმებს და ასე შემდეგ. არავის არ შეუდგენია შენთვის ეს რაც შენ თვითონ ძალიან ბევრს კითხულობდი, ასევე ნუტრიციოლოგი ის კურსებიც გადმოვწერე, რომელიც ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, შევისწავლე რა როგორ მუშაობს, ანუ ინსულინ რეზისტენტობა მქონდა თან ძალიან მაღალი და ამას დავამარცხე და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს მის მერე რაც წონაში დავიკელი ინსულინ რეზისტენტობა და მანდ მივხვდი რომ ანუ ისე რომ ყველანაირი შაქარის ამოღების გარეშე უბრალოდ დაბალანსებული კვებით მოვიშორე ერთ-ერთი დაავადების საშიშროება, დავიკელი წონაში გამოვჯამრთელდი და მე ხალხი სულ მთხოვდა რეცეპტებს, როგორ გააკეთე, რაღაც მარათონი გაგვეკეთა და მეც გადავწყვიტე, რომ აი 3 წლიანი ვიდეოების გადაღების შემდეგ რაღაც ეს თანხარაც გამოვიმუშავე და გადავდე, უნდა ჩამედო ისეთ საქმეში, რაც უფრო ღირებული იქნებოდა და ანუ ხო დისპლეისმენტები რა თუ სხვა კომპანიებს უკეთებდი ჩემი კომპანია გამეკეთებდა მთელი ყურადღება ჩემ კომპანიაზე წასულიყო. და ეს გააკეთე ინვესტორის და კრედიტების გარეშე, ანუ შენი დანაზოგით, გაბრიელიც დაგეხმარა, ხო? ანუ თქვენ თავიდანვე ერთად დაიწყეთ, კი 50%, ანუ 50-50 ვარ კომპანიაში, კი. ოკეი. და მაინტერესებს
თქვენ თავიდანვე იცოდით, რომ აი ეს სისტემა უნდა შეგემუშავებინათ, აი ეს გაგზავნა, უნდა შეეკვეთა მომხმარებელს, კი. რომ მიხვდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული, რომ აი ადამიანებს უნდათ ყოველდღიურად მზა ყვება, დღიური, ასე ვთქვათ, რაციონი მიიღონ. სანამ აქამდე მივედით, რამოდენიმე შემთხვევა გქონდა არა კარგი პარტნიორობის, ანუ რამ ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვისაც უნდა რომ მათთან ერთად მემუშავა, ბიზნესი დამეწყო და გაგვეკეთებინა ხო რაღაც. და გაბრიელით ჩავრთე და რამდენიმე კომპანია დავიწყეთ სხვა ადამიანებთან, აი ინვესტორებთან, ასე რომ ვთქვათ, სხვისი ჯადებული თანხით, ჩვენი შრომით, მაგრამ მათი შეზღუდვებით და არასწორი ხედვით. სამჯერ ვცადეთ. სამივე მარი მუშავა, იმიტომ რომ ყოველთვის თავარი მიზეზი იყო ის, რომ ხარისხზე კომპრომისის გაკეთება. თანხის ხარჯზე ხარისხის კომპრომისი. ხარისხის კომპრომისზე გაკეთება, არასწორი მიდგომა, არასწორი მართვა, თვითონ ეს ხალხიც არეულდარეული იყო, არიცოდნენ რა უნდათ და ანუ ჩვენც იმდანად გამოცდილები, ანუ კი ჩვენ საქმეში გამოცდილები ვიყავით სამზარეულოში და სამზარეულოს ძალიან მაღალ დონეზე ვასრულებდით, მაგრამ სამზარეულოს გარდა როგორც თავიდან აღნიშნე, ძალიან ბევრი ასპექტი არის ბიზნესში, ბიზნესმა რო იმუშაოს, მხოლოდ სამზარეულო არ არის საკმარისი. ყველა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ჯაჭვი არის, რომელიც თუ დაირღვა, ჩათვალე ბიზნესი აღარ იმუშავებს. და რა არის აი ეს იცი რა არის, მოდი, ასე ვთქვათ, რომ ეს მარტო კულინარიაში და ამ სფეროში კი არ არის. ყველგან ეს ხო ბიზნესია, ხო? ჩემი აზრით მთავარი და მაინც ეს საფუძველი არის ის, რომ ეს საქმე უნდა გიყვარდეს. თუ ეს საქმე არ გიყვარს, თუ ფულით გამოვაკეთებ, აზრი არ აქვს. ხო, აზრი არ აქვს პირველ რიგში, მაგრამ აი მიყვარს ეს საქმე, გიჟდები სახლში ხაჭაპურების კეთებაზე. სიტყვაზე ვარ ქართველი დიასახლისი და გიჟდები. ჩემს კერძებზე გიჟდება ყველას, ოჯახის წევრები, სტუმრები. შეიძლება ბლოგიც მაქვს, ახლა დღეს ძალიან ბევრი ბლოგერია, ძალიან აქტიურები არიან, უამრავი ნახვები აქვთ, მაგრამ შემოსავალი არ აქვთ. აი რა უნდა გააკეთონ, რომ ეს საქმე აქციონ ბიზნესად, აი პირველი სამი ნაბიჯი. ძალიან რთულია. აი მართლა ურთულესია. აი თუ რაღაცაში არ არიან დარწმუნებული, რა შემთხვევაში არ ურჩევ დაწყებას. პირველ რიგში პარტნიორი გჭირდება, იმიტომ რომ ამ საქმეს მე მარტო ვერ გავაკეთებდი, ვერც გაბრიელი მარტო ვერ გააკეთებდა. ისეთი ადამიანი გჭირდება, რომელსაც აი ენდობით ვალტახუჭული იცი, რომ ერთნაირი მიზანი გაქვთ, ანუ ვიღაც ჩემი მეგობარია და აი მოდი იმასთან გავაკეთებ და ჩემი ბიძაშვილია, არა. ერთი მიზანი უნდა გქონდეთ და უნდა შეგეძლოთ ორივეს ერთნაირად რესურსის ჩადება. თანხაზე არ ვიძახი. შენი თავის რესურსის ჩადება, იმიტომ რომ მე ხა ოჯახის წევრები წყვეტ მეგობრები მიყავს, მაგრამ ვერავისთან ვერ გავაკეთებთ მსგავს ბიზნესს, იმიტომ რომ ერთნაირი ხედვა არ გვაქვს. აი ხედვა იმდენად ჩადებული არ არიან. აი ხედვა მენეჯმენტის, თვითონ ცოდნა და თავდადება. იმიტომ რომ მე და გაბრიელი რომ მუშაობთ ყოველ დღე დილიდან ღამემდე, ეს მე ვისაც ვცნობ, თითქმის არავის არ შეუძლია. ჩემ ოჯახში არავის არ შეუძლია, ჩემ ნაცნობაში არავის არ შეუძლია. ცხოვრების სტილშიც უნდა ემთხვეოდეთ. კიდე რა არის რის გარეშეც არ გამოვა ეს ბიზნესი? ერთი პარტნიორი. რომელთანაც ხედვა უნდა. ხო, გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. აი ჩვენ რო გითხარი სამი კომპანია სხვა ადამიანებთან ერთად დავიწყეთ, ხო? ეს რესტორნები იყო, კაფეები. ხო, აი ყვების ობიექტები იყო. მაგრამ ხო, ჩვენ სამზარეულოს ვაგვარებდით, მაგრამ დანარჩენი იმდანაც არეული იყო, რომ ანუ ვერ იმუშავებთ ეგ. მაგრამ ჩვენ ერთი გამოცდილება მივიღეთ, მეორე გამოცდილება მივიღეთ, ძალიან ბევრი დრო დავუკარგეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ვიძახი, დაკარგული დრო არის გაკვეთილი. ხო, ძალიან ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ, მეორე და უკვე მესამე იყო ბოლო. სადაც უკვე პასკები გავაკეთეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება იყო პასკებზე და ძალიან ბევრი პასკა გავყიდეთ და მე ამ ჩვენმა პარტნიორმა მთლიანი ფული წაიღო და ჩვენ ესე დავრჩით. გამარჯობა. კი, ანუ ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ. გადაგაგდოთ ანუ? აღარ არაერთმა ძალიან ბევრმა გადაგვაქვს და იყო ბოლო წვეთი. და მან ვთქვით, რომ აი ჩემი ვიდეოებიდან დაგროვებული თანხა რაც მქონდა, ვიწყვით ამ თანხას, $10,000 იყო, რომელსაც აი ყოველთვე გამომქონდა ქეშად ვაგროვებდი და ბოქსში ვდებდი, რომ რაღაცისთვის ვაგროვებდი. ავიღეთ მე და გაბრიელმა ეს ფული. ძალიან არც ისე ბევრია ბიზნესის დასაწყებად. გაბრიელმა My Home-ზე იპოვა ერთი პატარა საცხობი და 20 კვადრატი იყო საფურთალოზე. დაკეტილი საცხობი იყო, $1000 იყო, ქირა, ავიღეთ ეს საცხობი, ვიქირავეთ. ვიყიდეთ რაღაც მეორადი დანადგარები სამზარეულოში, რაღაც მაცივრები, ღუმელი, მოვაწყეთ ძალიან ბევრი თაროები გავაკეთეთ და დავიწყეთ ისეთი, ანუ კონცეფტის ციება, რომელსაც არ ჭირდებოდა, ანუ კაფე და საჯდომი ესეთი არ იქნებოდა, იმიტომ რომ მაგისთან ხარ ონლაინ უნდა ყოფილიყო. ხო, მიტანაზე, მაგრამ ისეც არ იყო, რომ აი მიტანის პლატფორმებზე გაგვეკეთებინა, რადგან იმხელა იყო პროცენტი. მარჟასადებენ ხო ისე. არ იმუშავებდა. აქედან გამომდინარე
ნახე როგორი გენიალური კონცეფტი მოვიგონეთ. ანუ გაბრიელმა Excel-ი აწყო, ძალიან ბევრი რეცეპტი დავტესტეთ, ჩანსაღი რაციონის, იმიტომ რომ მე რადგან დავიკელი ძალიან ბევრი რეცეპტები მქონდა, თან მოთხოვნა იყო ჩემ ჩანსაღ მიმართულებიდან გამომდინარე. და ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ ჯერ გავყიდით მენიუებს, თანხას ავიღებთ, შემოსული თანხით ვიყიდით პროდუქტებს, ამ პროდუქტით დავამზადებთ უკვე გაყიდულ საკვებს. ანუ ის კი არა რომ პროდუქტები ვიყიდეთ და მე ან შემოშეკვეთ, ან გაიყიდება და გადავყრით დანარჩენს. არა, ჯერ გავყიდეთ პროდუქტი, შემდეგ ვიყიდეთ პროდუქტი ზუსტად იმდენი რაც გვჭირდებოდა მენიუების სასამზადებლად და შემდეგ უკვე ვაგზავნით. ანუ ჯერ რა გაყიდეთ? ჯერ გავყიდეთ მენიუები. ანუ მენიუები წინასწარ, ანუ ჩანსაღი რაციონის მენიუები ერთი თვის. და ამისთვის თანხა გქონდათ ის $10,000 კი, $10,000 ყველაფერი მოვაწყეთ სამზარეულოში, აბსოლუტურად ტესტირებებისთვის ზუსტად გვეყო თანხა, გავხსენეთ შეპესე, ზუსტად 3 წლის წინ. თან ახლები ვიყავით, აი, სულ არ ვსწავლობდით ამ შეპესეში, გადახდები, სერესი, ის მომწოდებლები, მოკლედ ურთულესი იყო და თავიდან დაწყება ამ ყველაფრის. იქ კურიერები უნდა იპოვო, სარეულები უნდა იპოვო კურიერები. არაფრის აზრზე არ ვიყავით. მე ხალხთან კონტაქტი ეს კომუნიკაციასთან, ანუ არავინ არ ყავს ეს ხოვერა, იყვან ხალხს, იმიტომ რომ ხელფასებს როგორ გადაუხდი ამიტომ. ანუ ყველაფერს თქვენ ორნი აკეთებთ. კი, მე და გაბრიელი ვიყავით, ერთი ბიჭი იყო გვეხმარებოდა და ნუ მისთვის ქონდა გამოყოფილი რაღაც ბიუჯეტი, დედა ჩემი მეხმარებოდა და ჩემი დაც მეხმარებოდა რაღაცებში, პატარა რაღაცები რომ დამჭირდებოდა, მაგას ვთხოვდი ხოლმე და ცოტა ჩემ ძმასაც თავიდან. რომ დაგვეწყო, დაგვექოქა. რომ დავდეთ ბალანსზე, რომ ხსნით რაღაცას, ერთ დღეში მოგვემეტა 2000 გამომწერი და ერთ კვირა, აი, სანამ დავიწყებდით, გავუშვებდით ბალანს, გავყიდეთ 30 ერთთვიანი მენიუ. რაც ბევრი ფული იყო, ძალიან დაახლოებით 40,000 ლარამდე. და უყურებ ჩვენ შეპესაზე გაჩნდა ეს თანხა, რომ რაღაც, ნუ ის რაც ნუ ეს იყო უდიდესი პასუხისგებლობა, აი გული ეხლაც მახსენდება როგორც მიფანცქალებდა, რომ ანუ ამდენი ხალხი გვენდო და ეხლა ჩვენ უნდა დავდოთ საუკეთესო ხარისხი. ნუ გაბრიელს რა თქმა უნდა 15 წლიანი გამოცდილება აქვს და საკვებთან მიმართებაში ყველანაირი ტექნოლოგია იცის უსაფრთხოდ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. მენიუები წინასწარ გავწერეთ, ძალიან სერიოზული ფაილები შევქმნით, რომ კალორიაში ზუსტად ყოფილიყო, ყველა გრამს ვწონიდით, წვენებს ახალს წურობდით, წვენს საწურები ვიყიდეთ. მოკლედ ერთ კვირაში ის საცხობი ფართი 20 კვადრატი გავწურეთ. იმდენი შეკვეთა შემოვიდა, რომ 60 კაცი უკვეთავდა უკვე ჩვენ კვებას. და ვეღარ ვეტეოდით, ანუ მან სამზარეულოში 20 კვადრატში 60 კაცის რაციონს ვერ ავაწყობდით. ამიტომ სასწრაფოდ ჩვენი ერთ-ერთი კურიერი, რომელიც დღემდე ჩვენთან მუშაობს, ვაკო და მისი ცოლი, თამთა, გვიპოვეს უფრო დიდი ფართი პეკინის ქუჩაზე 70 კვადრატი. და იქ უკვე $1,500 იყო ქირა და მეთქი $1,500 ქირა, თან საშემოსავლო ემატება რაღაც $2,000-მდე ადიოდა ქირა. სხვაგვარად არ გამოდიოდა, უნდა გადავსულიყავთ უფრო დიდ ფართში, ერთ კვირაში ის საცხობი დავტოვეთ, გადავედით დიდ ფართში, იქ უფრო დიდი სამზარეულო იყო, სარეულების საყვანად ჩაგვეცლო, მრეცხავის საყვანად ჩაგვეცლო და მოკლედ იქ დავიწყეთ უკვე გადავიდანეთ წარმოება და დილის 3 საათიდან ღამის 10 საათამდე, ანუ ის 5 საათი გვეძინა, იქ გვეძინა ხოლმე ერთი მატრასი ქონდა და იქვე გვეძინა, დაღლილები ვიყავით. აი ძალიან ბევრს მუშაობდით, რომ ეს შეკვეთები გაგვეშვა. უკვე რამდენიმე თვეში უკვე 80 კაცზე ავედით და ყოველდღე 80 კაცის რაციონს ვაკეთებდით და მე 100 კაცის რაციონს ვაკეთებდი და ის სიგიჟე ხდებოდა ჩვეულებრივად. დღეს რამდენს აკეთებთ? დღესაც უკვე დასტაბილურად ვაკეთებთ, მაგრამ დღეს ბალანს ექსპრესი დაგვემატა. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ბევრს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხო და ესე იგი ეს ამხელა ინტერესი გამოიწვია იმ შენმა ინფლუენსერ ცხოვრებამ, რომელმაც მოგიტანა გამომწერები. აი, რამდენი გამომწერი გყავდა, როცა ბალანსი დაიწყო? ბალანსი რო დავიწყო 100,000-ზე მეტი მყავდა. კი, საკმაოდ ბევრი. თან ანუ ორი პეიჯი მქონდა და Facebook-ზე 200-300,000 გამომწერი მყავდა, ანუ საკმაოდ დიდი აუდიტორია. რაც თავარია ნიშურია ეს შენი გვერდი. აი ეს 100,000 და პლუს კიდე 200,000 კვება აინტერესებდათ, დაკლება აინტერესებდათ და ასე შემდეგ. თან აი ბალანსის გვერდიც ძალიან პოპულარული არის. მხოლოდ თავის გამომწერები ყავთ, ანუ არანაირი მომატებული. აი მხოლოდ ნაღდი გამომწერები. ეხლა 35,000 გამომწერი ყავს ბალანსის გვერდს და სწორის ნახვები აქვს 3,000-4,000 ბიზნეს გვერდს. თავისით, ანუ ყველანაირი ბუსტის და ყველაფრის გარეშე, ანუ ძალიან ტრენდული არის ჩვენი ბრენდი და თან საკვები არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი. ეს არის ჩვენი მთავარი საიდუმლო, რომ როცა ჯანსაღი გემრიელია, ძალიან გემრიელად ვაკეთებთ ჯანსაღ საკვებს დაბალანსებულად, ვისვით კალორიებს, ყველაფერი იწონება.
ძალიან ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილი არის ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც კი ხათამი შეიწובה, გარეთ კი არ რჩება და ესე კი არ უდებთ ჯამებში და მე თავზე რო აფარებენ და ძალიან კონდენსაციას რო იკეთებს და იქ ძალიან სწრაფად რო ვრცელდება ბაქტერიები, ანუ ესეთ დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და თავიდანვე ვფიქრობდი მეთქი როგორ გავაკეთოთ, რომ არ იყოს ჩვენი საკვები საშიში, იმიტომ რომ სხვა კომპანიები ვინც ეგრე აკეთებენ ძალიან საშიშია ამის მირთმევა, იმიტომ რომ 3 საათი რო რჩება 30 გრადუსზე საკვები, რომელიც ცხელი იყო, ბაქტერიები ისე მრავლდება, რომ შეიძლება ძალიან სერიოზული მოწამვლა მიიღოს ადამიანმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს შოკმაცივრები, როგორც კი შეიძლება საკვები ნებისმიერი, ეგრევე მიდის შოკმაცივარში. უნდა ჩამოვიდეს 4 გრადუს ტემპერატურაზე, ინახება მაცივარში და შემდეგ ვაკუუმში ვინახავთ ჰაერის გარეშე, რომ არანაირი ბაქტერია არ გავრცელდეს. ეს ტექნოლოგია ძალიან კარგად მუშაობს რაციონების შემთხვევაში და საღამოს ჩვენ მომხმარებლებს ისეთი გემრიელი კვება აქვთ, რომ გეგონება ახალი მომზადებული, ამიტომ რომ ვაკუუმიდან ამოიღებ, არც გამშრალი არ არის, არც დაზიანებული, არც ჩაქცეული არ არის, ძალიან კარგად მისდით ეს საკვები და 8 კვირაზე წარმოიდგინე ყოველ დღე ყველა კვება საუზმე სადილი ბახშამი წვენი არის განსხვავებული. 168 განსხვავებული კერძის კალკულაცია გვაქვს 5 სხვადასხვა კალორიაში. ანუ გვაქვს დასაკლებად 1100 კალორია, 1300 კალორია, 1500 კალორია, 1700, 2000, 2200. ანუ ყველა ადამიანზე გვაქვს მორგებული რაციონები, თანაც ვითვალისწინებთ ალერგიებს. ეს ცალკე ძალიან დიდი შრომაა, იმიტომ რომ ვიღაცა თუ ხახვი არ უყურს, ხახვის გარეშე უკეთებთ, ამას ვუდებთ, ვუგზავნით, მე მყურე რომ მასწავლოთ უნდა მიუტანოს და ურთულესი სისტემა არის ბალანსი, აი ურთულესი სისტემა არის მართლა, მაგრამ აი დროთა განმავლობაში ძალიან დაუხვეწეთ, უფრო აპარატურა შევიძინეთ ამ პეკინის მერე გადავედით ახლა უფრო დიდ საწარმოში. ახლა 250 კვადრატული არის ჩვენი საწარმო და ძალიან ბევრი დანადგარი ვიყიდეთ რობოტები, რომელიც ჭრიან, პურს საჭრელები, დიდი ღუმელები, პასკების სეზონები ჩავატარეთ, მოკლედ აი ძალიან ინვესტირებით. ანუ მიღებულ თანხას აბრუნებდით ბიზნესს. არც ერთი თეთრი არ წაგვიღია, არც მე და არც გაბრიელს, ყველაფერი უკან ბრუნდება. ეს არის გაბრიელის ხედვა და ძალიან გამიმართლა მაგაში, რომ ძალიან სწორი ხედვა აქვს გაბრიელს და მე თუ ვერ ვრისკავ და აი არ მაქვს იმხელა ამბიცია, რომ მოდი ცოტა ხანი სტაბილურად ვიყოთ და ესე ვიყოთ, არა გაბრიელი. ეხლა უნდა გავხსნათ კაფე. ეხლა მეორე კაფე უნდა გავხსნათ. ეხლა უნდა ავიღოთ საწარმო, იმიტომ რომ ამაში ვეღარ დავეტევით, აი მეორე კაფეს რო გავხსნით, ხო? გავიჭედებით და აქ ისე პროფესიონალურად ვეღარ უმუშაობთ. გვჭირდება ძალიან მაგარი საწარმო. მე საწარმოს ძებნისას ხვდება რომ საპატარმო რო ვიქრევოთ, ჯობია ვიყიდოთ, კრედიტი გამოვიტანოთ და ფართი ნახოს. მოკლედ აი საოცარი 24 საათი ჩვენი ტვინი დუხს, რომ წინ წავიდეთ, აი სხვა არაფერზე არ ვფიქრობ. წინ წახვიდეთ. ესე იგი ერთ ადგილას არ ჩერდებით. არა, აი არასდროს, აი მართლა ყოველთვის ვცდილობთ რომ ხარისხი იყოს საუკეთესო, ამიტომ ვიღვიძებთ ილის ესე ადრე რომ სამზარეულოში ყოველ დილას ვნახო, როგორ იქცევნება საკვები. რომ იყოს კონტროლი. ეს ამდენი 100 შეკვეთა უნდა ესე დააკვირდე და აკონტროლოთ უკვე აი წკაპ აი გიჟივით ეწყობა. ადრე უნდებოდით 5 საათი. ეხლა 1 საათში მზად არის. ან ძალიან ავასწრაფეთ, ნუ ეს რა თქმა უნდა დროსთან ერთად გამოცდილება მოიტანა და უკვე ვიცით რა როგორ არის, ნუ ყველაფერს ვწონით, მაგრამ უფრო სწრაფი, ანუ კაფები ვიყიდეთ, რომელიც სპეციალურად გვეხმარება აწონვაში, გაზონვაში, ასე შემდეგ. ნუ ახლა გამოცდილებაც ეს კერძებია ბევრჯერ გავაკეთეთ, მაგრამ მაინც რთულია, რომ ყოველ დღე შენ სარეულებს გააკეთებინო ყოველ დღე სხვადასხვა საკვები და დაიმახსოვრონ. ანუ რესტორანში მარტივი, იმიტომ რომ ყოველ დღე ერთი დეგივე რაღაცა დაკეთებდა. მენიუა ხო. ყოველ დღე რომ მენიუ გეცვლება, ახლა გახსნა, აი 2 თვის წინ რომ გავაკეთეთ გახსოვს ბიფ სტროგანოვი, აი ეგ უნდა გავაკეთოთ დღეს და აი 2 თვის წინ რა როგორ აი ურთულესია და ამიტომ მე და გაბრიელს ვიწევს ადგილზე ყოფნა, რომ ჩვენ ხა ვიცით ყველა რეცეპტის ზეპირად და ნუ აკონტროლებთ ხარისხს, გემოს, ტექსტურას, აბსოლუტურად ყველაფერს. თუ რამე არ არის სტანდარტის შესაბამისი, არ ვახსოვთ არასდროს არაფერს მსგავს. სხვათა შორის მეც უნდა დავიწყო ბალანსის მოხმარება და აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს Instagram-ზე, მაგრამ მანამდე გეტყვით, რომ ჩემი მაყურებლისთვის იმუშავებს პრომოკოდი, რომელთაც მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას 4 კვირიან პროგრამ რაციონზე, ხო? ამ ყველაფერს დეტალებს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. ახლა ნუ ერთი კითხვა მაქვს შენთან. შენ ახლა გაბრიელს ახსენებ შენი პარტნიორია ამდენი წელი ერთად მუშაობთ და შენი ცხოვრება ეს მთელი საფრანგეთის ისტორიაც არის რაღაც მულტიკულტურული სტილი გაქვს ასე რომ ვთქვათ. მე მაინტერესებს აი რა არის შენში ის ქართული რომელსაც ვერაფრით ვერ შეელევი? გული. სული ფრანგული მაქვს. მართლა ან რაღაცნაირად ეს ჩემი ერთი ტვინის ნახევარსფერო ალბათ ქართულია, მეორე ფრანგი, იმიტომ რომ ეს დისციპლინა რაც მაქვს და მუშაობის რაღაცნაირი სტანდარტები ქართული არ არის, იმიტომ რომ ქართველებს რო გვიყვარს წესების გადახვევა, ცოტა არა უშავს.
არა, ჩემ ტვინში არ არსებობს არაუშავს. ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც უნდა იყოს. სხვანაირად არ გამოვა. მაგრამ ეს ქართული რაც არის, რაც ძალიან მოგწონს. ქართული რაც მიყვარს, რომ ზოგჯერ აი საფრანგეთში არ შეუძლიათ წესების დარღვევა და ჩემიზით ზოგჯერ თუ არაფერი არ შევდება, ზოგი წესის დარღვევა შეგვიძლია და აი ეს არის მე მგონი ქართველებში რაც ძალიან მიყვარს და მომწონს, რომ აი ეს შემიძლია რომ არ ვარ ჩასმული ჩარჩოში და შემიძლია ამის მარტივად მოშორება, იმიტომ რომ არაფერი არ არის რეალურად ყველაფერი ტვინშია და ხო. ეგ არის სამშოვანი. ისე რა საინტერესო ისტორია გქონია? მე წარმოდგენაც არ მქონდა. ჯერ იმაზე რომ კი გრძნობდი რომ ძალიან შრომის მოყვარე იყავი და მაგრამ ამხელა გამოცდილება თუ გქონდა, ამხელა სამუშაო გამოცდილება საფრანგეთში. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს გაგვიზიარე და ბოლო კითხვა. მადლობა რომ მომეცი შანსი რომ შევედი. ხო, რაღაც ძალიან ყველაფერი მომეყო. ხო, ძალიან საინტერესო გამოვიდა. მე მგონი კიდე ბევრი გაქვს მოსაყოლი, მაგრამ მომდენო მომავლისთვის გადავდოთ. კი, აუცილებლად. და ბოლო კითხვა მაქვს. აი შენ რო გაიხსენა შენი თავი MasterChef-ამდე. აი რას ეტყოდი იმ პატარა ნუცას? ვეტყოდი რომ თუ რაღაც გინდა და ამისთვის სწორ მიზანს დაისახავ და ნელ-ნელა ნაბიჯ ივლის შენი მიზნისკენ არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება არ გამოგივიდეს. ყველაფერი შესაძლებელია, ანუ ნებისმიერი გადმოსახედისგან, ნებისმიერი სირთულის წინაშე, თუ შენ სწორ გზას დაინახავ და ამ მიზანს მიყვები, ნებისმიერი, აი ყველაზე გიჟი წარმოდგენაც შეიძლება რეალობა გახდეს. და არ შეგეშინდეს არაფრის, ალბათ მაგასაც ეტყობ. შიში ძამშლოვანია. უნდა შეგეშინდეს, იმიტომ რომ ეს ადრენალინს გამოყოფს, რომელიც შემდეგ გვამოძრავებს. ანუ შიში თუ არ გაქვს რო და თუ არ გეშინი, აი ეს პასუხისგებლობა არ გაქვს, ანუ რო შეიძლება ჩაგეცინოს და აი ვერ ხვდები ადამიანს როგორ შეიძლება ჩაეცინოს, ხო შეიძლება ხოლმე რომ ჩემს ზარალებს ეძინებათ და არ მოდიან დილას, ანუ დილას თავისით მეღვიძება ეს რაღაც ზარი რეკავს, რომ აი ეხლა უნდა ადგე, იმიტომ რომ გაქვს პასუხისგებლობები და აი ეს შიში რაღაცნაირად საჭიროა. ცუდი შიში არ არის, მაგრამ აი ის რომ უბრალოდ შენ ხარ პასუხისგებლიანი ადამიანი და რასაც იტყვი იმას გააკეთებ და არის რაღაცები ცხოვრებაში, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო და ვერ გადადებ. და გადადებული საქმე ჩემთვის ხო ნიშნავს მარცხს. ამიტომ არაფერს არ გადავდებ და ყველაფერს გავაკეთებ ბოლომდე იმ ხარისხით, რა ხარისხითაც უნდა იყოს და ახლა ვაკეთებ ბოლოსაც ვიტყვი რომ უზარმაზარ საწარმოს, სადაც გვექნება საქართველოში ერთ-ერთი ვიტყვი, იმიტომ შემიძლია ვთქვა ისეთი სტანდარტების საწარმო, საკვები, რომელიც საფრანგეთის სამზარეულოს უდრის. ანუ ჩვენთან თუ ადამიანი იმუშავებს, იქნება საფრანგეთში, რო შემოვა სრულს შიგნით, საწარმოში გადმოაბიჯებს, იქნება საფრანგეთში. ყველანაირი სტანდარტები, კედელი, იატაკი, მოწყობილობები, დანადგარები, მუშაობის სტილი, სტანდარტები იქნება ისე როგორც საფრანგეთში. ამიტომ ხო, მხოლოდ ისეთი ადამიანები იმუშავებენ ჩვენთან, რომელსაც სწორი მენტალიტეტი აქვთ და შეუძლიათ ამ ყველაფრის გამკლავება და აქვთ სურვილი, რომ წინ წავიდნენ და შექმნან რაღაც ღირებული. ამიტომ საქართველოში ხო, იქნება ძალიან ესეთ რაღაცას ვიძახი, რომ ადგილი თუ გიყვარს მუშაობა და სიამოვნებას იღებ ამისგან. ამიტომ გუნდი გვეყოლება საუკეთესო და ერთი სული მაქვს, ჩემი ესეც ოცნებაც გავაკეთე, რომ შევქმნა ისეთი ადგილი, სადაც იქნება საოცარი სამუშაო გარემო და დისციპლინა და ეს ორგანიზებულობა და საოცარი ადგილი. ხო არ ეძებთ ახალ თანამშრომლებს? რო გადავალთ 2-3 თვეში აუცილებლად. ხო და აი შეგიძლიათ მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ვისაც ეს სფერო აინტერესებს თვალები გაუნაცდა ეხა შენი მოსმენის შემდეგ და აი ადევნეთ თვალი ნუცას Instagram-ს და აუცილებლად გაიგებთ როდის გექნებათ შესაძლებლობა მასთან ერთად მუშაობის. ძალიან დიდი მადლობა ნუცა, გისურვებ. ძალიან დიდი წარმატება შენ იმსახურებ ამას. შენ ძალიან მშრომელი გოგო ყოფილიყარ, მიზანმიმართული, მიზანდასახული. და იმსახურებ დიდ წარმატებას და ის უწინსლოს როგორც შენ გაქვს ჩაფიქრებული, ასე რომ მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში და კარიერაში. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ჩვენს მაყურებელს ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი და რა თქმა უნდა, დაგვიტოვეთ კომენტარები, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მე გემშვიდობებით ერთი კვირით. დროებით.